მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა ისევ დაბრუნდა აწდახურული გადაცემა, თუმცა ჩვენ არასდროს დავხურვათ. სტუმარს რაც შეეხება თქვენთანაც მიხვდებით რომ ჩვენ სტუმარია შონზო არ არის. მეორე. შონზო და მეორე. ყველასთვის საყვარელი ჩვენი ბავშვობა და მომავალიც და შუა თანაპერიოდიც და აბსოლუტურად ჩემთვის ყველაფერი სიბერისთვისაც ემზადეთ. ჯერ სადახართ, ეხა ახალი პროექტი დაიწყეს, ამას უკვე გადაცემაში ვისაუბრა, მაგრამ გადავიყვანე, ნახე. გადაყვანა კარგი იყო. დაწყებაზე ვერ ვიტყვი. და ვისაუბრებთ ამ პროექტზეც. თუმცა ისე მანამდე როგორ ახარ? მანამდე კარგად ვარ, კაცო და კარგად უნდა ვიყო, იმიტომ რომ ახალი პროექტი კი არ არის, კარგად დავიწყებული, ძველი და ჭირდება ეხლა მაგას რესურსი. როგორ შეიძლება ცუდად ვიყო? თქვენ როგორ ახართ? ჩვენ არ აგვიშავს, მაგრამ მე შენ ადგილს უფრო კარგად გამოვიყენებდი ამ პირველ 20 წამს, იმიტომ რომ მე ლაპარაკი აღარ მოგიწევს, იმიტომ რომ გიორგი დაიწყებს ახლა საუბარს და მე აღარ გაჩვენე. მაგ პროექტზე ჩავერევი ხოლმე, არა უშავს. ხო, გააწყვეტინე, იმიტომ რომ ამან თუ აუშვა. მე და შენ ვერ ვილაპარაკებთ. $1 დასავლეთში გახმოვანდა ფილმის სახელი. მილიონი გზა როგორ მოკვდე ველურ დასავლეთში. ველურ ხან არის, ანუ სათაურში გვაქვს და მე ანონსებში ველური რატოღაც ამოვაგდეთ ჩვენზე ჩამიბჟირდა. რა თუნდა ველურიო და დასავლეთი ეს უგდიდია ეგევა. ველური იქ არის ამერიკებში. ისტი ვესტი. ხო, სადაც შონზო და დროპი ახმოვანებენ იმ ვაიბებით, ძველი ვაიბები მოაქვს და მეც ჩემსაც ვიტყვი, მეც პატარა მონაკვეთში ჩემი ხვაც ისმის, იმიტომ რომ 3 წლის წინ დაიწყო ეს პროექტი. არც პატარა მონაკვეთია და კაი მონაკვეთია თან, აი 18 საუკუნის ამერიკელ სტენდაპერს ახმოვანებს პოზიციონური. ხო, აი რატო გადაწყდა ეგრე არის. მე არ მინახავს, იმიტომ რომ მე არავინ შემეხმიანდა, რომ შენც გაახმოვანეო. შეჩემა 3 წლის წინ დავიწყე მეთქი, ბიჭო, 3 წლის წინ პროსტა აი შემთხვევით მოვხდით, ეცად გეტყვი 4. 4 წელი. ეხლა რომ ნახე, ბიჭო, მეთქი, აი რაღაცა მახსენდებოდა და მე დამარტყა თავში რომ ბიჭო, ეს იქა ვიყავი მე რა, დოლჩესთან ვიყავი. ხალხი რო არ დაიბნეს, მაგით ისტორიას თქვა ამ ფილმის, რა ეს ფილმი გახმოვანდა 4 წლის წინ. მაშინ დოლჩე აწყდა რაღაც მე მაქო კაი ვარიანტებიო, დავიწყოთო ამერთითო და მერეო ავოიეო და ჩვენც უთხარით კაი, ახალგაზრდა კაცია ჩვენ დაშედარებით მაინც და ეგება რაღაცა, თქო და გავახმოვანეთ კოვიდების პერიოდი დაემთხვა, შემოვდეთ თაროზე, ის ამბები გაიმაზა როგორც ხდება ხოლმე და ეხლა რატო გადავწყვიტეთ ეს ამ ამბების თავიდან დაკოქვა. არის ეგეთი კომპანია, კაი ხალხია ჯოიბოი, რომლებსაც აქვთ ეხეს რომ აი შენ და შონზოსო რაც გეზარებათო. აი რაღაცებზე სირბილი მოხოდვა ისა. მაგასო ჩვენ ვიზამთო, თქვენ დაჯექითო და ახმოვანეთო. შენ გაიხარებ ხარ. თან ეგეთი სიტუაცია არის, რომ არის ერთი კაი ადამიანი, პატარა კაცია, რომელსაც ოპერაცია ჭირდება და ამისთვის ექიმი ჩამოდის საზღვარგარეთიდან, რომ ამბავს გაუკეთოს ოპერაცია. ნუ ალბათ სხვების გამოც, მაგრამ კონკრეტულად ამას და უცებ საჭირო არის რაღაცა თანხა რა. $10,000 ცოტა მეტი. და ჩვენ უცებ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფილმი რახან გვაქვს, მოდი ეს შევარდეთ უცებ საქველმოქმედოთი, რომ აქ ფული რაც შემოვა ამ კაი ადამიანს ჩაურიცხოთ პირდაპირ მაგასთან წავიდეს და ნუ ჩვენს დავანონსდებით თან რომ ვიწყებთ და შემდეგ უკვე მივყვეთ რაღაც ახლები ვაკეთოთ და შემოვარდით ასე ბაზარზე კინოსახლს დაველაპარაკეთ, კაი ხალხი გემრიელად დაგვითმეს იქ, დაგვითმეს რა ახლა ნუ ქირავთ, მაგრამ შეღავათიანად. და სეანსები მიდის ხო ახლა? სეანსები მიდის უკვე კინოსახლში, ანუ კინოსახლად ასე უცებ იბნევია ხოლმე ცოტა ახალი თაობა, დომ კინო ერქვა ჩემ დროს. ხო და ბილეთები ჯიზე დევს ეს და შეგიძლია დღეები აიჩიო და მოქმედებაში ხელიც გაურიოთ. კი ბატონო და ფილმზე კიდე მაგრა იხალისებ. ფილმი ძველია, ხო 4 წლის წინ. ფილმი თვითონ ძველია 14 წლის, 4 წლის წინ ჩვენ გავახმოვანეთ და მეც არ მახსოვდა რეები ვქენით და ნუ აი პრემიერაზე მოუკვდი სიცილით რა, იმიტომ რომ რაღაცები არ მახსოვდა. ნუ გიორგი მარშანია ახმოვანებს დოლჩე თვითონ, ეს გოგოები ჩვენი ადელინა გოგოაძე, ნინო მუმლაძე, ეკა მახარობლიშვილი, სოფო სებისკვერაძე აი არის რა. ძალიან კარგი სია, მახარა რო არ იყოს გამორეული, გამოკვეთებული. კაია. კარგია. დამიჯერე. იქ შეგიყვარდება თავიდან. მახარ შენ რა როლი გაქვს? მან ერთ-ერთი იქ ამერიკელი სტენდაპერია და იმას ვახმოვანებ რა. სტენდაპერს ახმოვანებ შენ? ხო. ვაუ. სტენდაპერი ხა პირობითად, მაგრამ იქ ანუ რაღაც ვესტერნ რაღაც დასახლებაში. მე აბორიგენი მეგონა უფრო რაღაცა. ნუ პაჭი აბორიგენია ისეთ სიტუაცია, ანუ
ხო, სტენდაპერი ეხა ქვია, თორე იქ არის ხალხის გამორთვა. ინდიელებზე შუტკებს ამბობს ქსენოფობია. ეგ ფილმი შეიძინეთ, თუ ლიცენზირების პრობლემას როგორ ეწვით? რა არის ეხლა შემდეგზე რასაც ვაპირებთ, ეხლა ეს დიდი ხნის ფილმია და ამიტომ არ ამგონია მაგაზე ვინმე მოგვედაოს და ნუ კავეასთან გავიარეთ ეგ თემა და კავეას რაზეც აქ უკვე ლიცენზია და უკვე დატრიალებულია კინოთეატრებში, ნუ იმაზე მეგობრულად გითხარო, ჩვენ პრეტენზია არ გვექნება, რაღაც უნდა. ყველა აწერინეს. და მანდაც გავახაუმეთ, ხო, კავეაში? არა, კავეაში არ გავა. ჩვენ ავიღებთ, ანუ შეიძლება ჰაროლდი და კუმარი მაგალითად მესამე საახალწლო როა, მაგას ვფიქრობთ, ეხლა საახალწლო გავაკეთოთ 2013-ისაა, მაგრამ ნუ არ არის ჩვენი გახმოვანებული და პირველი ორი ჩვენი გახმოვანებული რახან არის, მესამე ჰაროლდი და კუმარი იმუშავებს რა და ნუ ეგეთ რაღაცებს ნახოთ. მე ძალიან ვერთობ. ჩემთვის ფორმულა 51 და დღემდე სუფრაზები ყოველთვის მაქვს რა და ამ ხალხს არ ვიცი. ვაფშე ეგ ძალიან კაი კოლაბორაცია იქნებოდა კავეას და მიეხედა მაგისთვის რა. არა, თავიდან ახლა კავეა ვინც არის, მაშინ კავეა არ ერქვათ, იყო კინო რუსთაველის და კინო აბელანის მენეჯმენტი და ერთად დავიწყეთ ეს. პირველი იყო დიდი კუში სნეჩი გაირიცხეს ფილმი. და ეგ ანუ კინოთეატრებში ვიცნახა თორე ისე მე არ დადებულა. მოკეთე რაღაცები აღდგენის პროცესი მიდისო რაღაცები ვიპოვეთ. აი სნეჩის თავიდან გაკეთება გვინდა რა, იმიტომ რომ ძალიან სულ ხარისხში ვიპოვეთ. ნუ აი ნუ არ იყურება რა ისეთია. მაგრამ ხმა და ისეთი მაგარია და ნუ თვითონ რომ აი სუპირველი ფილმი იყო და აი მაგაზე ვიმუშავეთ როგორ იცი. მათ გოგიჩაც არის თავარ როლში სტეთემს გოგიჩა ხმოვანებს, ირაკლი კაკაბაძე, მერეგენი გამოგვეთიშნენ და მაგ ფილმზე არიან. აჰა. ხო და აი კაი რამე გამოვიდა ძალიან და მე მინდა ვთქვა რომ საიტზე რაც დევს ხო ანუ ეგ არაოფიციალურად დევს ყველაფერი იმიტომ რომ ეგ იყო ჩვენი პროდუქტი არ იყო ეგ უთნოდა ოფიციალურად ამ კინო რუსთავის დღევანდელ კავეას და ნუ ისინი ალბათ რაღაცას ფიქრობდნენ მაგრამ იქ რაღაცა დახაკვა მოხდა ვიღაცებმა გაიტანეს ეს ფილმები ნახევარზე მეტი დაკარგულია და რაც გაიტანეს აიგრე ვიღაცებმა დადეს აქეთ-იქით და ნუ აი DVD-ზე მქონდა. ხო, DVD-ზე ვიღაცები აპირებდნენ და ყიდიდნენ. ძალიან კაი. ყველაზე ძალიან რაც მიყვარდა აი შრეკი პირველი. მონსტრების კორპორაცია. აი ისეთ ფილმები გამქრალი. ხო, ხო. ნუ ვინც დარბაზში არ ნახა, ვეღარ ნახავს იმას. მე მოყოლილი მაქვს ეგ მონსტრების კორპორაციაზე, ბიჭო, ანუ წასული ვარ კინოში, ზიოს გახმოვანება რა მაიკვაზოვსკი როზიო. და რომელი ხალია ხმოვანებდა მაიკვაზოვსკის და ეს იყო ჩემთვის იმხელა ტრაგედია. იმხელა ტრაგედია, რომ სრემლიან მოუყურე. მე თქვენ რას მე DVD-ზე მქონდა ხოლმე მასწავლებელი. ხო, დაპირატებ. არა, მონსტრების კორპორაცია. დაძებნე გაფიცო. არა, ამათ გახმოვანებთ არ გეკითხება. დავიგინდები. არა, ვიღაცები მართლა? DVD-ზე ნაკრები იყო. ჩვენ ხვალ ქონდა. ხალხო, ამათ მიმართეთ ახლა ჩემი პოვნა უფრო ძნელია იცით, ვინმეს თუ გაქვთ ეგრე შენახული, ეხლა პროს ჩემთვის მე მომენად რა. ძალიან გემრიელი გამოვიდა და მონსტრების კორპორაცია და შრეკი 1 შრეკი 3 მაქვს თქვენი გახმოვანები, 1 არა. ჩვენი არდგაბელად ეწერა 7 ფილმი ერთად. 3 შრეკი 3. მესამე ხო, როგორ არა კაცო? კი. და მონსტრების კორპორაცია ალბათ მილიონჯერ მაქვს DVD რო ერთი შეკითხვა მაქვს. ნახე, პირატულად რო არ გავრცელებული იყო, ეხა ეგეთი საკულტო არ გახდებოდა, მე მგონი, ეგ ფილმი. ალბათ. აი, ეგეთ საინტერესო. ნუ შეიძლება იმათ გამოეჩვათ ოფიციალურად ეს DVD დისკები, მაშინ არ იყო ასე ჯერ ინტერნეტში. მაინც გადააკოპირა. ისა, ხო, იმას გაუხაკავდნენ მაინც, მაგრამ ნუ რაღაცას ფილმი ერთად ესე ეწერა. ჯოტიაც ავა იყო ფორმულა 31 შრეკი. აუ რა ხარისხი იქნებოდა 7 ფილმი ერთ დისკზე ვიცი. ნეროთი. არა, კაი, არა. 240 მეგაბაიტი. ნეროთი იყო დაზიპული. MPEG 4. მე მამაჩემი არ ყიდულობდა ხოლმე. შანზო იყო იმ დღეს მოსული რა და მაგას მოუყევი რომ. ხა მამაჩემმა იცოდა რომ გინებები იყო ბევრი და რა პატარები ვიყავით არ ყიდულობდა ხოლმე და ლუკას უყარდა ხოლმე ბაზრობას წაიყვან და DVD დისკებს რაღაც არჩევდნენ და მოიტანა და DVD დისკი ვიყიდა და მოიტანა. წავედი სახლში, მულტფილმები რაღაცა ფერიები ახატია, იმას რა ქვია, მულტფილმს ჩავრთე და ორი მხარე ხო ქონდა, ორი მხარეს ხო იყო ჩაწერილი, მეორე მხარეს გაიჩთა ჩაჭრილები, შტანგა გოლი. აჰა. და კიდე ორი ფილმი იყო რა, ევროტურიც და რა, კატარაკაცი. აჰა. ნუ რა გიგინებებია მაგარი. ეს რა, შემი ანუ უცებ გამეჭითა ანუ პორნო საიტები რა იმ დროის აი არკედულ მე რო ვიგინები იმდენს არ მეგონი არავინ არა აუ და რა ვიკა და მე მაკედან ჩაჭრილები მაგალითად ნანახი არ მქონდა პირველად მაშინ უყურე და აი ძალიან ჩაჭრილები ძალიან მიყვარს ჩაჭრილები ძალიან ისეთ შუტკებია რომ ეხაც ძალიან კარგი რაღაცას ტყნავს ჩემ შოვლებს აინტერესებს თქვენი უმაღლესი დაარსების ისტორია
აი რა გახსოვს ახლა მითხარი? ეხა ხო იცი აქ ისე. ინდოეთი ამერიკა აი რა ქედა რა ფრაზები გახსოვს? ჩატრილებიდან ეს ჩემი საყვარელი ფრაზა ის იყო ბაღავშვა თავის ზღენის პეპარტოს მიხედოს ლექტორებიდან. არის ლექციების მომენტები არის გენიალური. მიტროფანოვი, ჟირინოვსკი და ზატულინი, აი ძალიან კაი. პოლიტიზირებული როა თან. კი. უფლების გამყიდველია. ეგ პერსონაჟი ალბათ ესეთი ყველაზე აიკონიკ არის შენი გახმოვანებული, ხო? ყველაზე ხშირი მე ანუ იცი მაგის ყველაზე ფაზას ძალიან გაწერენ. ყვარს, აი, ხო, ნუ ძირითადად ეგედა. ერთი პატარა როლია პატარა კაცი, ჰოკეის მატჩზე რო არიან, წასულები რუს ჰოკეის ვახმოვანებ იქიდან. ჟირინოვსკი ბიძაჩებია. ჟირინოვსკი ბიძაჩებია. ვაშროლ ნახوي რო ყვის აი ისე გევლე დებილ სახეს ისე დააჯდა ეს სხვა. აი ეგ მიყვარს ძალიან რა. ვინის როლაო ისა ხო? აუ ძალიან კაი. აი მაგაზე მე ძალიან მეცინებოდა ხოლმე მაგ ტიპზე. აი დედო ეს რო იგინე. აუ რა კაია. რუსულ სკოლელი თბილისელი რუსები რო იყო. ეხლა რამდენი ადამიანს აინტერესებს ეს და ვერ ნახავს რა. რას? აი ეს ჩამოთვლილ ფილმებს ვიღაცებს ეხლა. რატო ეს პატარა კაცი ეგენ ხო დეევს კიდე. ეგენი დეევს ხო? სვარკა არის ჩართული. სვარკა, ო, ნუ მან. რატო? ცუდი ხარისხი. ბიჭო ვიღაცა მე მგონი დაარემასტერეს. რაღაცა ჩაგვიგდეს 4K-ში გაკეთებული და რემასტერებული. ო, გამარჯობა. ნუ ეხა იმას ისე ვერ გაწმინდა, მაგრამ ხმა გაიწა მოიღო და ხარისხი, ნუ ხარისხს აიღებ 4K-ს გადაადებ ჩვენ იმას, მაგრამ ხმაც ამოწია რა ტიპი. შრეკ 3-ში მე მახსოვს ვისახმოვანებში. ვითხარი გაფცე. ის რო არის მახინჯი დაიკოო თუ რაღაცა ტრანსი ის რო ყავდა. ხო, ეგ. რაღაცები არ მახსოვს. და შრეკი 1-იც ასევე ანუ DVD-ზე რო იყიდებოდა რამდენიმე იყო ესეთი ჩვეულებრივად გახმოვანებული და შიგა და შიგ ხანდახან თქვენი გარეული და შრეკი 2 მაგალითად არა შრეკი 2-იც სხვა ის გახმოვანებული შრეკი 2-იც გახმოვანებია და 3-იც არ მახსოვს მაგრამ სამი უეჭველი გახმოვანებული გაქვთ. ონ ცოტა მერე აქეთ არის რა და პირველი მახსოვს რომ კინოთეატრებში აი მონსტრების კორპორაციაზე მაიკ ვაზოვსკი რო შემოდის და ჩემ ყრალი როზაო თუ რაღაც რო ეუბნება ყრალი როზა როა აი მაგის იმედი წავედი კინოში ყრალი როზა მგონი მე ვარ ეგეც აი ხო და მე არ მინახავს ეგ იმიტომ რომ რო წავედი ხალი ახმოვანებ და მაიკ ვაზოვსკის ვაზოვსკის და მოძებნეთ რა ძველ DVD-ებში აუ ვინმეს თუ გაქვს შრეკი 1 და ის არა ქვია შრეკი 1 არავის არ უთქოს მაქო და აი მონსტრებზე რამდენიმესგან გავიგე მონსტრების კორპორაცია გააზრეთ ბიჭო სახლში ვიზგავთ ანუ მანახეთ გორიდან ჩამოტანილი და ის შიგორიდანა არ იყოს ხო რა ნახე გაფიცებ ყველა ჩემი ძველი ისინი რა პორნოები რაღაცები მქონდა ბავშვობიდან და მის ძველი პორნოები რა გაი თან მაინტერესებს აი რას უყურებდი გორში პორნოები რა იყო მაშინ რა პირველი ემანუელა კოსმოსე პირველი იყო სნეჩი ესე იგი ხო სნეჩი იყო ევროტური როდის მოგიწიათ ევროტური აი რო გავარდა პირველი რა იყო პირველი სნეჩი იყო ნუ პირველი ახლა მამეთ გავარდა მაგრამ მაინც DVD-ზე და რაღაცაზე გავარდა ზვიოს ნიღაბი ზვიოს ნიღაბი პრინციპში მეორე ეგ გავაკეთეთ გავუვარდნელები მე შეიძლება რაღაცები გაიჭიტა მაგრამ თავიდან რასაც ვაკეთებდი ძალიან ვარჩევდი და ზვიოს ნიღაბი ჯერ თვითონ იდეაზე თვითონაც ისინი ყოყმანობდნენ კინოსასწავი რომ ბიჭო რა ვიცი ახლა ნუ ზვიო მაშინ იყო მიკი მაუსი ჩათვალე ისე პოპულარობის ზენიტში იყო რა ხო ჩვენ თვითონ აქ ნუ ახლა თუ არ შევცვალეთ სიუჟეტი ზღორო რა უნდა აკეთო ხო ახლა ბანდერასი და ხო და ეს ბლიყვირის მოსახლეობა და ტახმაგიდო და თელი ეგამბები ნუ რაღაცა სასწაული გამოვიდა და რავი არ ქონდათ იმედი რომ გაისროლა და იმისთანა გაისროლა აი ორშაბათს დილითაც ანშლაგები იყო კინოთეატრში რა. ვა. მე კასტაზე მქონდა ხოლმე ფორმულა 21 და მახსოვს ხოლმე რომ ყველაზე მეტი გინება სადაც არის შენეგ ექნებოდა უეჭველი. რაღაცა რო არ ხდებოდა. ზვიოს ნიღაბში არ ვიგებოდით და ფორმულა 51-ს უყურებდით ხოლმე თან ის ბოლო სცენა რო ბაყაყზე რო ყავს იმას ბავშვები ეგეც ვიხარ. ხო, ჩემ ლოგინზე არის ხო აი უფ ჩემ მე ევროტური პირველი ისეთი გავარდნი ევროტური და შტანგა გოლს რო უყურე თან საფეხბურთო ფილმი რადგან იყო საფეხბურთო მეოსებოდა უცებ ეს ჯოტიაცაავა და დინამო თბილისი და თან ეგ ფილმი მაგ ფილმის გაკეთების ისტორია თავში არც მოვხსნე არც ვიცოდი ეგ ფილმი რომ ვიღაცა მექსიკელი თუ ვიღაცა ფეხბურთელი ნიუკასლში როგორ მოხდა აი რატო დაუყურო ხო არ არის საინტერესო რაღაცა მე მგონი მატრიცა 3 უნდა ეყიდათ ამათ ოფიციალურად და ეხა იქ ვაჭრობაში როგორი ის მოდის იცი რომ ეუბნებიან რომ შენ თუ გინდა რომ მატრიცა 3 მოგყიდო უნდა იყიდო ესეც თქო დიაფაც და შემოტენეს ეს და ბიჭებმა ამას რა უყოთო და კი რა ხდება რაღაცა პატარა ის ნახეთ ტრეილერი და ეგრევე ჭანტურა ვამოვაგდო ჯოტიაცაავა რაღაცა და იდეა გაჩნდა რომ ნუ გადაკეთებული ორი ფილმი გვაქვს რა ზვიოს ნიღაბი და შტანგაგოლი დანარჩენი ნუ მოკართულებულია დანარჩენები რა მოიცა შტანგაგოლში ვერ ვიხსენებ ვისახმოვანებ მე ისა
ამის ტრენერი ვინც არის? რა ქვია იმას კაცო? ხო, ჰეტრიკა. ჰეტრიკა. გამოიყვანეთ, ეგ არის. ყლიფან გამოიყო მიშა. ეგ შულდაძე. დედა მოტეხტი არის მიშა. ჭიჭვეიშვილმა ხوار დაგირეკათ აი ამის მერე, იმიტომ რომ რონალდინიო მაგასთან ერთად ჭიჭვეიშვილიაო და ზარები მაგდროს უკვე აღარ იყო მოქმედი მოთამაშე, მე მგონი და გვაპატია, არ ვიცი. რონალდოც მე მაგრამ აი ძალიან ბავშვური, ისინი მაქვს სენტიმენტები მაგასთან დაკავშირებით. აი მანჩესტერი ლივერპულის თამაში როა ხოლმე ფორმულა 1 ის მაგის წინასწარ უნდა უყურო ხოლმე, როგორც ლივერპულის ფანმა. მიდა უყურა. ყველა გამიფუჭა მანჩესტერმა ხასიათი, მაგრამ ის იყო. დიმო ბოლოდეს მიყავდა მე ისა ფინალი, ხო? ის იყო. კომენტატორად ლივერპული ნიუკასლი იყო და ნაღების საზოგადოება რა. ხო, და გოლ შვილი ვიყო დააძახებინეს ბოლოს ჟოტიაც აავას გოლზე. და გახმოვანებას სრული თავისუფლება ქონდა გვარების არევაში. ხო, ვიღაცამ ამასთან TikTok-ზე ამოჭრა ეგ მომენტი და ეგ გოლ შვილი ვიყო, მიადო დიმას ნამდვილ კომენტარს და ხალხს ნამდვილი ეგონა. ნუ აჰა. ასე რომ ეგეთებით ხდება. აი მაგიტო არ მიყვარს ეგ ინტერნეტები რა. ტოპი არის ფორმულა 51. თან სიტუაცია ისეთია. ჩემ ზიზიატფლებს ნუ აი როდისმე თუ გამახსენდება გიჟივით ჩემთვის ვიცინი ხომ. კაი, შენთვის ფავორიტი რომელი ადაპტაციაა თქვენი? რა ვიცი, აი ყველა შვილივით მიყვარს ბაზარი არ მინდა, მაგრამ ხო აი პრინციპში რაღაცები მართლა რაც აღარ გაბაზრდა და ისინი არ მახსოვს. ხო. მაგრამ ის მონსტრები ძალიან მინდა რა. მონსტრების კორპორაცია מחარას აქვს მოკლედ. ეხა ეს სუპერ ოჯახი. ეხა ეს გაყიდის ძვირად, იმიტომ რომ ეს ჩაჭრილებია უფრო აი ჩემი ფავორიტები, რომ მეტი საშუალება იყო და ფორმულა რა, რაც ქართულ რეალობას გემრიელად მოვაჯინეთ რა. იმ ბუასილიან კაცს რომ იმითი დასდევენ ბიჭო. მოიცა ევროტურში ისიც შენ ხარ იმ ფრანგის ნაშასვეუნებიო? ხალიო სიგარეტ ჩაიდებს უცხოს. მე შენ ხარ? ხალიო ისიც მე რა პრობლემაა? ოიცაკაი. ბიჭო, რანაირ დიჭერდით? ანუ აი ერთად იყო მაგის განხილვა, ვის როგორი ხმა უნდა ქონოდა თუ როგორ იცი ახლა სპეციალურად არა, მაგრამ ტიპას რო შეხედავ, ხო, აი იმ ტიპას თუ ატყობ რო ითავისებ, მოდი ამას მე ჩავწერ. აბა როგორ იქნება ასე, ნუ აღნე ხარ შემიდი, აბა შენცადე და ნუ უნივერსალური მაგაში იყო ჭანტურია გია რა, არის კიდევ გიამ რო რამე არ დააჯინოს შანსი არ არის, აი შევარდნაზით დაწყებული ყველაფერს აკეთებს. ხო, ჯოტიას გია ახმოვანებდა, ხო? ჯოტია გია იყო კი. და ნაზარა იყო მამამისი. იმუშებლია და ხო. შვილოთ ეკუნის პირიქით რეალობაში, მაგრამ ეს მოუხდა და ხო და რავი, ახლა მე შეზღუდული შესაძლებლობები მაქვს, მაგრამ ისეთი ტიპაჟები მიწევს, რაც აი ყველა ვარიანტი სასაცილო გამოდის, აი ეს მოხუცი მყრალი კაცები, ცოტა მოდებილო შავკანიანები, თუ როგორ არის რო არ მიმა ის რასიზმის ქვეყნები მოდებილო აფროამერიკელები. ოდნავ განსხვავებული ფერის მოქალაქეები, რაღაცები რო ქვია, რატო აი ზანგი ცუდი სიტყვა შეურაცხყოფა ვერ გავიგე დღემდე, მაგრამ აუ კაი. ისა რა ქვია. ჭანტურიას ის მიყვარს რა, არავარსიაში არის. აი ეგეთი ტრაგიკული, აი ეგ ხმა რანაირ დამოუშვა. აი როტირება. აი ეგ როტირის ბიჭო, რანაირად აკეთებს მაგას. იქ ნახესიაში და არავარსიაში და ბიჭო მართლა გული დაგეწובה, ისეთ ხმას უშვებს. დუბლებში მიარავა, რასად მიარავა. ვარჯიშობ, თავდრაზმე დედა მოტოვე, არა ვარ მაიციაში და ბიჭო, ანუ ეს სასაცილო ფილმი უცებ გატრაგიკულდა რა. არა, აუ ძალიან კაი, აი მართლა გახმოვანება და დაჭერა ერთია და ადაპტაცია მე სცენარის რო გადაკეთება მოქართულება დავარქვით ეხლა უკვე ახალ პროექტზე, იმიტომ რომ ადაპტაცია ერთია. კაი იქნება ეგრე მგონი. ხო, იმედია. ხო, რაღაც გამოცდილებას მოაქვს სიბრძნე რაღაცეები და მე მგონი რა, ეხლა სულ რატომ უნდა გამოგვივა? იმაზე სულ ნახეთ არ გამოგვივა რა. პრობლემა ისაა, რომ ფილმები აღარ გამოდის აი ეგეთი კომედიური, რომელსაც გადააკეთებს. ეგ არის, ხო, ეგ არის და არა, რატო? რაღაცეები არის, ეხლა ისეც არ არის ჩვენ ჯოტიაც არის ისე რომ უყო, აი რავი, ჩვეულებრივი სლეფილმია რა. ჩაჭრილები აი ჩაჭრილებს ისე რომ უყურო, მაგახმოვანებს. ხო, დამხიარული ახალგაზრდული ნაგავი არის, ბიჭო. ხო, მაგრამ ნახე, აი ეგეთი ნაგავი ფილმები, ტრეშ კომედიები. ეგრეთი ტრეშ კომედიები გამოს, მე კაგანო, კაი კომედიები. აი ჩაჭრილებისნაირი ტიპები რა. სხვა სტილზე წავიდე ტიპები ბავშვ კინემატოგრაფში, ხო, მაგრამ იმათაც უპოვით რაღაცას კაცო. ხო, არა, ნიჭერი ხალხი ხართ კაცო, მე ჯერა თქვენ. შეიძლება რა ეგრე გახო.
მაგრამ მატრიცაზე რო თქვი ეს ფილმი შეტანაზე მატრიცაზე არისო ეგრე რომ მატრიცა ეგრე ვიფიქრეთ მაგრამ მატრიცა ძალიან სხვაგან ფილმია და არა აი გადაკეთებაც იქით იდეალური გამოსავალია აი ინტერსტელარი მეც ვიფიქრე ინტერსტელარი იქნება ავატარიც გვინდა და რაღაცა ეგეთი მძიმე ფილმი და უცებ მაგ გახმოვანებით ვაფშე სხვანაირად დაინახავ რაღაცეებს რა აუ ის ინტერსტელარზე ვიფიქროთ არ არის პრობლემა ინტერსტელარი ვიფიქრებთ ეხა ეს პირზე რაო ქვია ამ თქვენ ამბავს ხო სტუდია პირზე რაო და YouTube არხი გააკეთეთ. ამ YouTube არხზე რა აქტივობას გეგმავთ? ნუ აი ძირითადად ახლა YouTube არხი უნდა გამოვიყავოთ, იქ რილსების დასადება, დასაანონსებლად და ფილმების დადებაზე, აი ყველა მაგას გვეკითხება და ხალხს მინდა მივმართო, რომ ადამიანებო, კარგო ხალხო, ჩვენ თუ ეს ფილმები არ გავახმოვანეთ და არ დავდეთ კინოდარბაზში არ გავუშვით და იქიდან თავისი თავი არ ამოვაღებინებთ. ხო თავიდანვე ვერ დავდებთ რა რაღაც რაოდენობა ფილმების უნდა დაგროვოთ ერთი ფილმისთვის საიტი რო გავაკეთოთ ეხლა რა შეუძლიათ იყიდონ იმ საიტებმა რომელიც ქართულად გახმოვანებია ხო მაგრამ ისინიც რაღაც რაოდენობას ხო ელოდებიან თუნდაც რავი ყავია იქნება თუ არა სხვა რამე ვიგულისმე თუ გინდა ამოჭერით ეს მაგრამ იმათ მაიყიდო იმ ქართულად რო ახმოვანებენ და პროსტადებენ და მაყუთებშულობენ ნახევარი კაზუნების რაც არის იმათმა დაიწყო აჭარანტებმა აჭარანტებმა და იმათმა ფულის მეტი რა ხო და ეგ ფულის მეტი ხო რა ვიცი რა პირატულია და არა ეგ ის სხვა შორის ხულიგნობენ მე როგორც ვიცი ხულიგნობენ გავიგე მაგრამ გაუშვეს ახლა ანუ რო ვერ დაამარცხეს ხო ამზე ჯერ მაგაზე არ ვფიქრობთ ჩვენ გვინდა რომ ჯერ ანუ ხალხი ისევ კინოთეატრებში დავაბრუნოთ იმიტომ რომ ჩვენ ეს ფილმები ვახმოვანეთ იმიტომ რომ ხალხს კინოთეატრებში ევლო ეს ჩვენი ბიზნეს იდეა არ იყო ეს მათი ბიზნეს იდეა იყო დღევანდელი კავიასი და ამით ის ბიზნესი კეთდებოდა ხალხის დადიოდა მაინც რთულია მაგრამ ძირითადად ნაწილს ხალხს ნანახია ეგრე საიტებზე და ელოდებიან როდის დავდებთ ვერ დავდებთ ხალხო რამდენიმე წელი და თუ არ გეზარება დაელოდეთ ყავია პლუსზე მაინც რო იდოს რა ბევრად კომფორტული იქნება და ხალხის გადახდა რო შეგეძლო არა ყავია პლუსის ეხლა ნუ ალბათ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ეგ მოლაპარაკება შეიძლება შედგეს მაგრამ ეხლა რაღაცა რავი 20 ფილმი მაინც ხო უნდა იყოს რომ აი ეს ჩვენი გვერდი ცალკე გაკეთდეს რომ აი ერთი ფილმი მაგათ როგორ აქვს პირზე რაოს სტუდია დააწერო და იქ რაღაც ფილმები დადო უკვე ჩვენი ფილმი რო იდება ყავია პლუსზე მე მგონი შეგიძლია რომ მარტო იმ ფილმის ყურებისთვის რაღაცა 5 ლარი თუ რაღაცა გადაიხადო რომ იმ ფილმს უყურო ხო შეიძლება ნუ აი ჩვენგან შეთავაზება არ ყოფილა იმათგანაც ჯერ არ ყოფილა და YouTube-ზე მაინტერესებს ერთი რაღაცა მთლიანი ფილმი მესმის რო ვერ დაიდება მაგრამ მონაკვეთები მაინც ხო დაიდება ჩვენთან YouTube-ი გაკეთდა, TikTok გვერდი გაკეთდა, Facebook-ი და ეს რილსები რაღაც მომენტები ეხლა უკვე ვდეებთ ამ მონაკვეთები უბრალოდ რომ ხალხმა კი რომ რაღაცა კაი შუტკა რაც არის რაღაც ყველაფერს არ წვავთ მაგრამ რაღაცეები იდება რა და არსებობს ხო უკვე ეგ რომ ამოვანათ კი არის პრობლემა რა არის იცი აი მაგ თქვენი გახმოვანებული ძველი ფილმებიც ყავიას ხო შეუძლია რომ ან მაგაში ხარისხის გამო მქონდა მაგაზე ლაპარაკი ბებეტო და ამერიკა რომ რამე თუ გაქო მე ვთხარი რაც მაგ 5G და რაღაცებიდან გამოწერებია სადაბაკ სხვა და თუ რამეს უშველით მეთქი ცადეთ და აი ხლა ეს ვიღაც რო გამოჩნდა რომ 4 კაში და ხმები გაწმინდა რავი თვითონაც ქნან იგივე და ნუ მაგათ პროდუქცია ხა მე რა უნდა მკითხო ხო და ანუ მე გონა რომ ეგეთ გახმოვანებების პოვნაზე გასწორებაზე თუნდაც რესტავრაციაზე იზრუნებდნენ და პროდუქტი იქნებოდა ძალიან კარგი კინოს გახმოვანებული ხარისხი ზოგი თქვენი ზოგი რუსთაველი არა აი ყავია სიტყვაზე ხო შეუძლია რომ კინოთეატრში როგორც გაახმოვანეს სიტყვაზე დიუნი ბოლოს მაგ გახმოვანებით გაუშვას თავის საიტზე რა და რო შევედი თავიდან რო გაიჩნდა ეგ მოლოდინი მქონდა რომ ევროტური სიტყვაზე ან რაღაცა ფილმი ახალი ფილმია და დიდი მაყუთი და გახმოვანება და ნუ ოკეი ამ და გავიგე და შენივე საიტზე ხო უნდა დადო მე ეგ არა შეიძლება იმედი არა აქვს ანუ მე რას გეუბნები იცი ხარისხი გახმოვანების რაც შევამოწმე თუ შენ ფილმების რაოდენობა არ გაქვს ისეთი რომ ყველაფერს მოიცავ როგორც თქვა პირატული საიტები მაშინ მოდი ხარისხი იყოს ამ ფილმების გახმოვანების და ასე შემდეგ რო შევედი არ დამხვდა კარგი ბრავოში აკეთებენ წესით კაი უნდა იყოს არ მომეწონა მე რაც შავრთე ძალიან ცუდი ხარისხი იყო გახმოვანების და მაგითო ყავიას გამომწერი არ ვარ თორე რო ყოფილიყო აი ეგ მაგაზე რო ეზრუნათ რომ თუნდაც თქვენი გახმოვანებები რაღაცები ძველი მოეძიებინათ ეხლა מחარა სახლში აქ და თქვენი საზრუნავი როა რომ მონსტრების კორპორაცია რომელიც დაკარგულია და ესე არ არის ჩვენ რო უნდა ვიზრუნოთ ისო მაგის გაცოცხლებაზე მაგათი საქმეც არის ხო ნუ მაგ ხარისხით ვერ დადებენ და თუ რამე ეშველება ეხლა ხალხური ინტელექტის პირობებში შეიძლება შესაძლებელია შეიძლება გააკეთონ კიდევაც ეგ არ ვიცი ნუ ვიდეოს მოძიება შეიძლება ხმა უნდა იპოვოს და ის თავიდან უნდა ხო გადაადონ ხო ხმას ვერ იპოვიან დამიჯერე უკვე აღარ არსებობს ის
ბევრი გვაქვს დაძებნი. რანაირად დაკარგეთ თქვენს ისე უცნაური. ჩვენ აფშუაში არ ვიყავით. ჩაწერეთ და წამოხვდეთ. ჩვენ ჩავწერეთ, მაიტაფული წავედით. ჩვენი არ იყო რა პრობლემა. ხო, მესმის, იმათ უნდა შეხება არ გქონდა საერთოდ და კოპი ხო შეიძლება გქონოდათ თქვენ. არა, იმიტომ რომ DVD დისკებზე რახან აპირებდნენ რაღაცას. ხო, არც გვითხოვს და არ არის წესი რა და სწორი. მესმის გამოგვერწმია და ამასობაში მთელი გორის ბაზარი სავსე იყო ხოლმე. კი, კაცო, ბაზრობაზე ვიდა დამიკოპირე. სამ DVD იყო ხო ვიდეო იყო და ვიდეოზე მქონდა, ოღონდ მანდ ერთი ფილმი ეტეოდა მარტო და ტრაგედია იყო ახლა ერთი ესე გადახვევა ჩაიხვია. ორი ფილმი 3 საათიანზე ვერა. რავი, აი ვეჰა ესები. არ მახსოვს. შეიძლება ის კასეტაზე ქონდა ერთი ფილმი? ხო. 3 საათიანი იყო ხოლმე და ეტეოდა. ორი ხიანებიც იყო და. აი დიდი გამყინვარება მქონდა. ბოლოში ადგილობრივ შევა და პორნოებს აწერდნენ ხოლმე ჩემ ბავშვობა. დიდი გამყინვარება მქონდა, ოღონდ ეგ თქვენი გაკეთებული არ იყო, მაგრამ კაი პირველი მეორეც ჩვენ ორი გავაკეთეთ. დიდი გამყინვარება და მე მგონი თქვენი ორივე დაკარგულია. მე მგონი თქვენ 2 და 3 გააკეთეთ. არ პირველი გავაკეთეთ. მართლა? კი, კაცო. პირველი არ მაქვს თქვენ გახმოვანებით ნანახი. მზის გახმოვანებით. დიდი გამყინვარება ინტერნეტის რაც იდო და DVD დისკებზე იყო მზის გახმოვანებით. თქვენი გახმოვანებით არ იყო. არის. დაკარგულია თორე პირველიც გავაკეთეთ და მეორეც. დიდ გამყინვარება. ეგ არის ხო. ის სიდი იყო ზუიო. სიდი იყო ხომე. მამონტი იყო. რა? მამონტი იყო შონზო და ტიგრანა ვიყავი მე. არა, ტიგრანა იყო გიგა ნასარიძე. მე ვიყავი. შენ იყავი მოიცა? არ მახსოვს. მეორე ნაწილი არის. მეორე ნაწილი ჭიჭიკო და ბიჭიკო იყვნენ ისინი ის ორი ოპოსუმები. ოპოსუმები. ხო, ეგ მეორეა? ეგ მეორე. აბიზი ვაკინფა. ეგენი იყვნენ ხო ჭიჭიკო? ხო, ეგ მეორე. არ იყვნენ ჭიჭიკო და ეხა მოიცალი. ეგ აქ ელაპარაკებით თქვენ გახმოვანების იმას გურუს. მე? ჭიჭიკო და ბიჭიკო არ იყვნენ. გაგიმაზავ. რა ის ორი ოპოსუმი? ოპოსუმი იყვნენ ჭიჭიკო და ბიჭიკო. ეგენი იყვნენ მიშამ შვილდაძე იყო ერთი. ჯიგარი ხო. მიშამ შვილდაძე იყო ჭიჭიკო. არა ვიციე იყო ისა ჭიჭიკო? არა იმათაც რაღაც გავახმოვანებია და ხო მე შეგიყვანე შეცდომაში. მე ხო სკლეროზი მაქვს. არა ბიჭო, აი კითხე გეტყვი. არა, აბა ჭიჭიკო და ბიჭიკო ვინ იყო? დრუპი ახმოვანებს ერთ პერსონაჟს 3 წამი ჩანს სულ 3 წამი ჩანს. ეს მამონტი რომელსაც ახმოვანებდა შონზო იყო. არა. მამონტს ახმოვანებდა ვანო ჯავახიშვილი და ქალი მამონტი იყო მიშა ანდღულაძე. ეგ მეორე. ეგ მერეში. ხო, მეორეს გეუბნები, მეორე. ესე იაშვაში. მე პირველს ვიხსენებდი. პირველი ხო და პირველი არ მაქვს თქვენი გახმოვანებით. არა. ანუ მე უფრო წინა ვარ. ეს გახმოვანების დროს მარტო სცენარულად ხდებოდა თუ ადგილზე იმპროვიზაცია რა პროცესი? არა, წერდით. ადგილზე ანუ ადაპტაციას მოხართულებას მე ვაკეთებდი ხოლმე ბოლოს. თავიდან რამდენიმე ერთად ვაკეთეთ. მე კიდე რაღაცეებს ვცვლი რა, ეხლა მე ჩემივე დაწერილი ფრაზა შეიძლება მე კიდე ცოტა სხვანაირად თქვა, იმიტომ რომ მოირგო რა. ხუმრობა ან რაღაცა და მაგაზე შეზღუდვა არ ქონდა ერთმანეთთან რამდენიმე ადამიანს, მაგრამ მოწოულ მსახიობს ეხლა იმურსაც მანდამაინც ვერ ვენდობოდი, იმას თავისნებაზე არ უშვებდი და ჩაწერისაც შონზო უზის მსახიობს რა, ეგეთ ეხლაც მაგ პრინციპით არის, რომ იქ რაღაცა ვერ ჩააჯინა წერება, დამოკლება ან გაგზელება შონზო აძლევს. იმპროვიზაციით არ გიცდიათ? იმპროვიზაცია რანაირად სცენარს უნდა მიყვი ადაპტაცია დაიკარგება ის. დღეს მქონდა ეგეთი იდეა რა, რომ რაღაც ჩამერთო ვიდეო, რომელსაც იმპროვიზაციით გაახმოვანებთ. იმპროვიზაციით ვაკეთებდით, კენო იყო, ეგეთი გადაცემა 200-200-ზე თუ აი იმპროვიზაცია იყო? მე და საღინა ვაკეთებდით რა, ნუ სამ რაღაც მომენტს რაღაც მიმდინარე მოვლენაზე ავიღებდით და რომელი ფილმი აუ ის მოუხდება და იმას წერდით ხოლმე. მე მახსოვს კენოში ის იყო მონსტრების კორპორაციიდან იყო მომენტი. ოღონდ მან მახსოვს რომ თითოეულ პერსონაჟს სანამ ნაწყვეტს ახმოვანებდით მარტო. ხო, 2-3 წუთი მაქსიმუმ. თითოეული პერსონაჟი იყო ცნობილი ადამიანი ვიღაც, ხო? ხო, შეიძლება ჟვანია სააკაშვილის დიალოგი ყოფილიყო რეინმენიდან. კი ბატონო, და მან მახსოვს ძალიან სასაცილო იყო მონსტრების კორპორაციიდან ყინულის კაცი რო გაიჩნდება იქ. თოვლის კაცი დიდი, ეგ ქონდათ გახმოვანებული ძალიან კარგად. რუსი იქნებოდა. აი ეგ არ მახსოვს, მაგრამ ანუ აი სიტუაციას მოუხდა ძალიან. ეგ მაგას უყურებ. მე ზოგადად თქვენი ანუ რადიო 105-დან მოყოლებული 202-ით და მზეზეც რას საკეთებდით და 105-ის დროს ამდენი წლის იყავი. 105-ის დროს პატარა ვიყავი, მაგრამ ბიძაჩემს ქონდა ისინი კასეტები. მაგას ხო თქვენი თუშვებდით ნაღდათ, მაგ კასეტებს. კი. იგი როგორ გაკეთებდი როგორ ერთხელ გამოვიდა რა. ერთი ის იყო. ერთად გამოვიდა ორი კასეტა. ორი ხო. ერთად ის ნაცრისფერი ის ქონდა და რადიოას. მაგებს უსმენდი ხოლმე სოფელში რაღაც დასასვენებლად რომ მიდიოდი. რაღაცები ეთერიდან იწერდნენ და ისინი აქ შენახული ძიბებს და YouTube-ზეც რამდენიმე დეევს ისეთი. YouTube-ზე ბევრი დინჯიმ დადო ხონებულმა YouTube-ვერდი გააკეთა და ეს არქივი მე მაქვს რადიო 105-ის. აჰა.
ძირითადად აი ხარისხში რაც არის, იქ დაკარგულია რაღაცები, მაგრამ რაც გადავარჩა მე მაქვს რა. ანუ 99 წლამდე 105-ის რაღაც არტები დაკარგულია. არ ინახავდნენ და მე გამოიგონდეს CD რეკორდერი და დავიწყე შენახვა. დენი რო არ იყო ხოლმე ის ერთ-ერთი რაც ელემენტებზე მუშაობდა ტექნიკა იყო მაგნიტოფონი. ფანანათები და კაცო ფანარი და რადიო რო იყო. ხო, და თავდით ხოლმე და მუშაობდი. მე ამ მაგნიტოფონს ჩაწერაც ხო ქონდა, რომ იწერდა რა. კასეტა გინდოდა, ჩაიწერდი და თქვენი კონცერტი ჩემო ბიძაშვილმა ნიკამ იმას ქნა რა ქვია. მაგნიტოფონი დადო ესე. რუსთავერზე იყო თქვენი კონცერტი ერთ-ერთი. მაგნიტოფონი დადო იმაზე რა ქვია, ტელევიზორზე ხმა ჩაიწერა და მე უსმენდით ხოლმე რა. იმიტომ რომ სხვა ვარიანტი მაშინ არ იყო. ეხა გართულისა გამარტივდა მაგ კუთხით ცხოვრება. თან 105 მარტო თბილისში იჭერდა რა და შემოგარენში და ნუ ეხა რეგიონებში მით უმეტეს მოთხოვნა იყო ამ კაცებზე. თქვენი შენ და გოგიჩას გურულების რეპი არის რა შობა. ყურე ბიჭო შენ რა შობა არიცი? ეხა ნუ მიყურებ ეგრე? ხოდ გაუშვათ ნაწყვეტი სიმღერიდან. ახსოვს გრიგოლიას გააცა თუ გრიგოლი არ იყო ხომ ზეზე იყო ეგ შონზორო ძალიან ახალგაზრდა რო რეპავს. იმედზე. ჩორნი ბუმერზე. იმედზე. მზეზე. იმედზე. რა უნდა ჩორნი ბუმერზე იმედზე იყო გრიგოლია ნიგა გრიგოლიაძე ზვიო და შონზო რეპავდნენ და ხორში მეც ვიდექი. ლა ლა. ჩორნი ბუმერი კი იყო ეგეთი. ეგ იყო ენ-შოუ. ენ-შოუ იყო კი ბატონო, აი. 200-ზე იყო ვიპი. ვიპ შოუ იყო 200-ზე და ეგ ლაივში გადიოდა. მართლა ეგ ლაივი იყო? ხა ის ღამის შოუს ფორმატის პონტი ლაივი იყო? 200-ში დღეში ვაკეთებდი 7 გადაცემას 6 კაცი. ან რა ძალაკო იყო. ის დაუდგათ. მუსკულები ყოველდღიური იყო, წინა დღეს და რიგრიგო ვიცოდით მე მშულებზე საგინაზე დღეს ენჯერია, ყოველჩემჯერია, სცენარებს პასტა და ფურცლითან. მე ველოდებოდი მუსკულები რო იწყებოდა ოპენინგი, ვერაგულად ციხლი ჩამცხო წუხელ ბებიამ, ეგ ისა ანუ ყოველთვის ვეჯიკი. ანუ ყოველდღე გადიოდა ეგ სერიალი. არა ეგ ვიცი, მაგრამ როგორ ამზადე? ანუ ორდღიანი წინსწრებით რა. მონტაჟი ანუ იქვე პულტთან მიდიოდა, რატი იჯდა, ლაივში. ხო და ბოლოს პატარა შელამაზება უნდა და 1 საათიანი წავიდა კონვერტზე რა. ეს მუსკულები პირველი სიტკომი იყო, ხო? მაგამდე რამე სიტკომი პირველი იყო კი. ნუ ძილის წინ იყო მანამდე და ძილის წინაც სიტკომი იყო პრინციპში. ხო, პრინციპში. შენი სურათი ეკიდა ხოლმე, ხო, მუსკულებში? მუსკულები მაგის იწყება მე მოვკვდი და ბინა დაუტოვე ძმისშვილს რა, ალექსა მახალიშვილს და ბოლო სერიაში კიდე შემოვდივარ და ყველაფერი. მე მახსოვს ხო. რამდენი სერია გადაიღეთ სულ? 240-ზე მეტია, ზუსტად არ მახსოვს. მე რაღაცა ის მახსოვს რომ გოგოები ყავდათ კიდე. მუსკულები ერქვა მაგასაც? ანუ ეს საპონი იმედზე, საპონი. რამებურიშვილი და ლიკაშუა. ეგ მახსოვს, მაგრამ საპონამდე ბიზინა მახარაძე რო თამაშობდა. ხო, ბიზინა და ეკა ჟავანაძე და იმაზე რა ქვია? ძმები ვაჩოვსკები ერქვა გიგას და შონზოს საპონში. მუსკულებში მახსოვს ის რა ქვია? მე ბიჭო გოგოებიც ყავდათ. სპეციალ გესტები მოვყავდა ხოლმე ყველა სერიაში ვიღაცა და არ ვიცი. თაკო გაჩეჩილაძე და ისინი რო ყავდათ ეგ რა იყო? ხან ეგ დროებით, ანუ თითო სერია იყო ნახდა? კი, ეხა მუდმივად გიუნტერი იყო მაგ გოგო მარტო. ანი გიუნტერი იყო ხო? მე რაღაც მახსოვს რომ გოგოების ჩანაცვლება რაღაცა ეგეთი მახსოვდა. არა, თითო სერიაში ვიღაც შეესწოხდეთ სერიაში. საპონი ძალიან მეოსებოდა სხვადასხვა რომ მალევე დაიხურა ეგ სიტკომი და მაგრამ კაი. ჩვენ იმედზე დიდხას არ გავჩერდით, რა მზე რო გაიხსნა იქ წავედით და წაგიღოთ მე საპონი. იქ ის დავიწყეთ გოგოები და ხო ბიჭები და გოგოები. მაგ არ გახსოვს საპონი? საპონი იყო, შონზო იყო, ისევ იგივე პონტი იყო. შონზო და გიგანასაძე იყვნენ ძმები, ვაჩოვსკები გვარად. მეზობლად ყავდათ ბიზინა და ირინა, ბიზინა მახარაძე და ეკა ჟავანაძე. სალომე შარვაძე იყო შვილი. სალომე შარვაძე უყვარდა შონზოს და ლელა უყვარდა გიგას, ანუ დაქალები იყვნენ სამკერვალო თუ რაღაც ყავდა დაბლა. და ზვიო თამაშობდა ორ ტიპს, ხო? ერთი იყო გეი. რაღაც ატყუებდა რომ ძმები ვართო თუ რაღაცა. რაღაცა ხო, აი მეც არ მახსოვს და ბარბე. ზვიო და ზვია. ზვიო და ზვია ხო. ხო და შენო ზვიადი ქვიო და შენს მას რა ქვიო და ზვიგენიო ვერ მოიფიქრებს უცებ და ზვიგენიო და ეგ ხუნობა მახსოვს. და ბარი იყო და ბარში გოგიჩა იყო ხოლმე გიორგი ბარმენია. ტომ კრუზა. არა, ტომ კრუზა უკვე არ მამდე იყო მუსკულებში დევიდ ლევიძე. კი ბატონო. ვა ბიჭო ანუ ზები
მე ვშტერდები ყოველდღე მაგ სერიალის გადაღება, აი სრული სიგიჟე მგონია რა. გადაწვის ამბავი არ გქონდათ, აი ყოველდღე აი გეუბნები, მუსკულების სერია დაიწერა წინა დღეს, თქვათ მე დავწერე, ხო? მაგრამ ასწორე. დილით მოვიტანე, მუსკულების გადამღების ჯგუფი წავიდა, პავილიონი იყო ჯიქიაზე, მაქტის ოფისის შენობაში და ჩვენი ოფისი იყო სამთო-ქიმიის ქვეშ 202-ის. და დილიდან მე და საღინა ჯერ კენოს მოვიფიქრებდით, ვაკეთებდით, მერე ყველა ერთად შიშველ სიმართლეს ვაკეთებდით. კოტეს რომ მიყავდა? კოტეს რომ მიყავდა. არ გახსოვს არც ეგ? კოტე ისა. თვითკოტე. თვითკოტე. თვითკოტე არ გახსოვს? კოტეს. მერე არტების გადაღება, ნუ დღეში 2-3 მაინც ვიღებდით, რომ ყოფილიყო. ვიფშოუსთვის მზადება, აი არ მახსოვს. გოლა და ისო იყვნენ რა ქვია. ჩემთან ერთად STV იყო ხოლმე, იქ მუშაობდა ხოლმე, ტექნიკური იყო, ხო? კოტე იმასთან ერთად. STV გაიხსნა მე რაღაც პერიოდი. 2 წუთიანი იყო თუ 3 წუთიანი? სიჟუაზე მაგ ხო რა, ისიც მიმდინარე მოვლენებზე კოტე იყო ტექნიკური ხოლმე. ტიპი არ აქვს. აი ჟორა რო არის კეისარი, იცი? ხო. მაგის მამამისი იყო ჩვენთან გოჩა გაგუა, ტექნიკური დირექტორი 202-ის. გოჩა, ჩემი ძმა ხარ. შვილი ამერიკებშია კაცო იქიდან, მაგრამ ხარში გვიდგას და რაღაცებში გვეხმარება. გოჩას აქედან გოჩა იყო ხოლმე იქ რა. მე ვიყავი STV-ში ხოლმე, აი მაშინ პირველ ტელევიზიაში და იქ იყო ხოლმე ის ტექნიკურად ოღონდ ის. კაი, მე დაიხურა ლობიანის ვალიც დამჭა. ეს 12 ლარი ისე მახსოვს ეხლა. იქ დაბლა იყო საცხობი ხოლმე და არ გოჩა ვეტერანი ტელევიზიაში კი თამარიონიდან დაიწყო ჯერ კიდე. ვინც იყო ხელფასს არ გვაძლევდა არავის და სალობი ექონა გახსნილი დაბლა რა და მე ნისაც არ გვაძლევდა ხოლმე და მე რაღაცა ისე ჩაიცობთ რომ გვეჭამა და 12 ლარი ეხაც ისე რამდენჯერაც გავიდე ხოლმე სულ მინდა რომ 12 ლარი რამდენი ლობიანისა იყო. არაყი გააცრო და ეს არახსვით მოგვინდა მოგშვიდა თუ ისე არ მოგშვიდებოდა ისე უძლებდით ეს არაყი გააცრო კახური არაყი და ეხლა სუდი ისა ვიღაცები რო გვიყურებენ არ ახსომებათ ფეებს და ეგეთი რაღაცა. არა, სამთო-ქიმიის ხაჭაპური და ლობიანი გამახსენდა მეც 202-ის დროსაც. მარა ის პერსონაჟი ლადო ბიძიას პერსონაჟი როდის შემოვიდა ასპარეზს? ბიჭები და გოგოებში შემოვიდა. მე ანუ კატეგორიულად არ მინდოდა ეკრანზე გამოჩენა, არ მიყვარს რა. სტუმრათაც ეხა კი თავს კი არ გამადლით, მაგრამ არ დადიხარ რა. ვერა რა. ხო და მანდ იყო ეხა პერსონაჟი რომ მოვიფიქრეთ რაღაცა ეს ოჯახი ვა ნიკო და ანა სანაიას ოჯახი და ნუ ანა სანაიას მამა რომელიც სიდეს დედას გვინდოდა ეგეთი კაცი რაღაც 50 წლამდე ლოთი ანუ რაც იყო რა ვასილიჩი რა და კასტინგზე ვინც მოვიდა ეხა მაგასაკის მსახიობები მართლა ყველა გალოდებულები და მართლა ბუინები იყვნენ და ანუ იმეზე რომ ხა უნდა გადაღებაზე დამიგვიანოს რაღაცა ან ზედმეტად გადასული იყვნენ ან ცოტა უფრო მოხუცი აი ვერ ნახე და ლიფონავა ჩამაბჟირდა შენცა და არ მინდა ნუ აი ტვინი შემიჭამე სათვალე გამიკეთეს ეგრევე 50 წლის გავხდი არა და მაშინ რამდენი ვიყავი 35 წლის ბავშვი ალბათ რა ქურთა და რავი ნუ აი ეგ ლიფონავა შემომტენა გოგონები და ბიჭუნებში იყო თუ ჯიფსების თაობაში გოგონები და ბიჭებშიც ვიყავი ნახდა კი როგორ არა მე რა მახსოვს მან შონზო იყო იქ ბარმენი შონზო და მე ძმაკაცები არ ვიყავით ის იყო ნიკა კალანდაძის პერსონაჟი ძმა კი ბატონო ხო და ჩიფსების თაობაში უკვე რაღაცები შევცვალეთ და რობიკო და გრანდიოზა რაღაცა და გრანდიოზაც არ ვიყავი პროსტა ვასილიჩი ვიყავი რა ბიჭები და გოგოებში გრანდიოზა და ეს რაღაც კრიმინალური წარსული უკვე ჩიფსების თაობაში მან სხვა ძმაკაცი იყავდა შონზო არ ყავდა კი რაგვარი ეგ სახიობი აღარ არის ეგ რა ერქვა პერსონაჟს რაღაც მაგრამ ხო რაღაცა ვაგეცა ეს დამავიწყდა მე რო ვაგინებდი ხოლმე რა მახსოვს გაიოზი თუ რაღაცა არა პერსონაჟს არ ერქვა არ მახსოვს გაიოზი იქ არის არ გამახსენდება რა რაც ყველა ძალიან გიყვარს ხო მანდ არის გაიოზა რა მან გაიოზა ვინ არის შონზოს რა ქვია გაიოზი შონზოს ქვია გაიოზი ხო საათ კაცო არა რობიკოა დუშანბე აბა გაიოზი ვიღაცა მახსოვს გაიოზი არის სუპერ ოჯახში რაღაც პერსონაჟი სუპერ ოჯახი რა გაიოზი კარგი რა გაიოზი ვიღაც ეგეთ მელოდი კაცი ეგეთები და გაიოზა იყო რო შევხედე ეგ ისა მასწავლებელია გაიოზი მასწავლებელია გაიოზი სხვა გაიოზი არ ყოლია არც არა სუპერ ოჯახი ხო დევს კი სუპერ ოჯახს ეგზად უყუროთ რომ რაღაც ხმრობები არის იმ დროისთვის თემატური ეგეთ გახმოვანებებში და დღეს ეხა რო უყუროს 20 წლის ტიპმა ვაფშე აზარზე ვერ მოვა აატრაკებ რა რეკლამა შეატრიალებდა იცი სუპერ ოჯახის ეს ხო მიშა ერქვა იმას პატარა ხო ის სტრაფათო დარბოდა სააკაშვილის პონჩი მიშა ერქვა და ასლანი გაიქცა აჭარა თავისუფალი იყო ეგეთი ხუმრობა არის
ეგეთები ჩაჭრილებშიც არის რაღაცები ლომაიას რეფორმა და ის, მაგრამ ნუ რაღაცა პატარა დეტალს კაი გაატარებ რა. იმაშია კი, წყლისაძმოში არის, რომელსაც Shark's Tale-ი ქვია. წყლისაძმოში არის. ახალი სამკუთხედი შექმნის გამო საცოები გაიჩითაო, იმაში ქუჩაში. ახალი სამკუთხედი არის. რელიქიშვილი, ისა რა ქვია? ვარაზის ხევი, რო სამხრივი გახდა, ბიჭო, ანუ ჭიაბერაშვილის რეფორმა. ეგ ვის ახსოვს? სამკუთხედი ერქვა მაგას, ხო? კი, მაგაზე იყო გადაობა ჭიაბერაშვილს აგინებდნენ, მაშინ დღეს რო უყურო, ან განმარტებები ჭირდება მაგ ხუმრობებს, იმიტომ რომ იმ დროინდელი რაღაცებია რა. კუნძულები რო გაიჩითა პირველ, კუნძულებს ხო იზავს? მე ის რაც ყველაზე ძალიან გიყვარს ხო სრულმეტრაჟიანი ისინი, რა ქვია? ეგ ორი ხო. და ძალიან კარგია, სხვათა შორის, ანუ საახალწლო ვაიბში ერთ-ერთი საუკეთესოა. აჩი საინტერესებს თასში რო ზიხართ, ეგ ლიფონავას გრაფიკა თუ მართლა ჩახსოვს? არა, თასი რეალურად დავამზადეთ მაგზომის რომ ბედაშოზე ჩამჯდარიყავი, მაგრამ ტელეფონზე არა, ეხლა იქ იცი რომ ქართლის დედას თასი გლუვია, ის არა აქვს. გავავსებდა ყვავებიდან ტრენდების კლინიკა. მე ეკრება ახვედით და ამოღრუდა. ეგ იმითი გაარკვიეთ რომ მართლა არ ყვევდით შეიძლება თუ არა? არა, იქ პანორამა ხოა მე იმ კაძის საიმედო ხელში ვარ რომიკო და ვერტალი მაშინ ვეთფრენდების დრონები არ იყო და თავდაც სამინისტრო გვათხოვა ვეთფრენი და იმითაა გადაღებული და ის გლუვია რა. ხელში უჭირავს. მაგრამ ყველა სასაცილო რა არის, ცირო. ეხლა ნუ ტელევიზიასთან და კინოსთან შეხება ვისაც არა აქვს ადამიანმა შეიძლება კითხოს კაცო იქ როგორ აძვერი. ხო. ბევრს გეკითხება. არა გრაფიკაა და რაღაცას ხო უხსნი და უნდა მოყვე რა, ოღონდ არ ვიტყვი ვინ იყო. ერთ-ერთი ტელევიზიის ერთ-ერთი პროდიუსერი მიერეკავს. მთვრალი ვარ. ჩვენს გვინდაო. თან მე და შოუზე ვზივარ, სვავთ და მიერეკავს. გამარჯობაო, მე ამადამ გადაცემის პროდიუსერი ვარო და ქართლის დედის თასიდან გვინდა რაღაცა სიუჟეტი რომ დაიწყოსო იქ რომ სტენდაპზე იდგესო ჟურნალისტი და მე რაღაცა და ასასვლელი საიდან აქვს. მე ვთხარ ტრაკიდან. ბოდიშიო, ქართლის დედის ტრაკში გამოვაგებ, კარებს შეხვალ ტრაკში, ქართლის ახვალ. ხوار მე кайფები თუ მაშკაცო. რა ქართლის დედის თასში ასასვლელი. გიაჟაზენძის შოუ იქნებოდა რა. არა. გიაჟაზენძე ჭკვიანი კაცი. ფარადაშვილს ეწოდინება ეგ, იმიტომ რომ მაგან გააქრო და ალბათ მაგის მე დაიკეტა ის ტრაკი ზუსტად. დაასვარკეს. ჩვენ ვაპირებდით გახსოვს ჩვენ ვაპირებდით ქართლის დედის თასში რაღაცას და ჩვენც ეგრე თასს ვაწყობდით, რომ ეგ ვიცოდი რომ ეგრე გაკეთდა და რაღაც თასს ვაწყობდით და მე გრაფიკით უნდა დაგესვანა. მაგრამ იმ დროისთვის თვითფრინავი და ეგ კადრი ხო, და შეეთყობა რა ხელში რო უჭირავს იმას, თან ეჟინია თან ის არის. მაგრამ რა გინდა? მაგა კომერციულად შემოსავლიანი იყო ხო ორივე ფილმი როგორც ვახსოვს. იცი რა, პირველი კომერციულად შემოსავლიანი იყო და მეორე, ნუ მაშინვე გადაწყდა რომ მეორესაც ვიღებ შემდეგი ახალი წლისთვის, მაგრამ ხო იცი როგორ ხდება ამ ქვეყანაში, პირველმა რომ დაწერა, ერთი 10-მა ტიპმა დაიწყო ქართული საახალწლო ფილმის გადაღება. და ერთმანეთი შეჭამა რა და მეორე არ იყო კომერციულად მომგებიანი, ის კი არა რაღაც ვალებშიც გადავარდი, იმიტომ რომ რა ვიცი ხა რომელი ჟობდაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიღაცები ხო სხვა ფილმზე წავიდნენ და ნუ ცოტა გავჩენდეს. გაასაგებია. და მე და ნუ პირველიდან გავარდნილი მიმი არის ბავშვი სად არის და თქვენი დედამ. ეგ სუმფდება ხოლმე რაღაც პერიოდულობით. ბავშვი სად არის თქვენი დედა მოიგინები, ანუ აი ეგ ძალიან სასაცილოა. კი, პირველიდან აი გინები თავჭარი რა. მაგარაც ეგრეა. ისეც დილობენ კაცი ვარ. რას ამბობ, ბუს არა ვაფრენ, მაგრამ ჰა. აი მეც ეგრე მაით ვინი. მეც ეგრე მიდი შეიგინე, მიდი შემაგინე, აი კარგი რა. რთულია ხოლმე მაგდროს. არ არის ხო ადვილია. გინები შეიგინე, ეგება კაი ხასიათზეა რა არ მინდა გინება. ოდიში. ეხლა მოკლედ ამ პროექტზე ხართ გადართულები? ეხლა გადართულები ვართ მაგ პროექტზე. ხო და კიდე ერთსაც წავიწუწუნებ ხა, ჩემ გამო კი არ წავიწუწუნებ ხა, ჩვენ ფილმები რაც არ უნდა გავახვანოთ, ნელ-ნელა რაც იქნება თავისას ამოიღებს დაწერს, ნუ არ არის პრობლემა და აი ეს ბავშვის ამბავზე ნერვიულობთ რომ მალე გვინდა შეგროვდეს, იმიტომ რომ მალე რო შევავდით ეთყობა ვერც გაბაზრდა. აი ძალიან ბევრი მარიცის ჯერ კიდე რა. იმედია გაიგებს. ახლა თქვენ მაყურებელი დიდი ნაწილი აქედანაც გაიგებს და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ და ბილეთები ჯიზე ხალხო, ლინკს ჩაგიგდებთ ვერ და კი ბატონო, აუცილებლად. 28-29 ნოემბერს არის.
წადით ხალხო, რავი. 28-29 ნოემბერს არის და მე 6 და 7 დეკემბერს არის. ცუდი გახმოვანებული ფილმია. იმასაც გეტყვი პოპკორნი და გამაგრილებელი სასმელი რაც იყიდება, მაგის ფულიც იქ მიდის, რომ როგორღაც შევავსოთ რა. ძალიან კაი. სასიამოვნო. იმათომ და შემდეგზე უკვე ჯიბიც ნუ შეიტა. შემდეგზე რაღაცებს დავიწყებთ გარეკლამებებს, მაინც მე კარგად ხდება ყველაფერი. შენ და შოზოს გარდა კიდე ძველებიდან კიდე ვინ არიან? ნუ ახლა გიას ველაპარაკეთ უკვე ჭანტურიას იმ დღეს გავაკეთეთ ჩვენ. გიას ხმა ასწორებს ძა. გია ჩვენ გვერდზეა ვიცით უკვე გოგოებსაც ანუ ჩვენი წინა ხუჩაბას ქონდა ლაივ სტრიმი გავაკეთეთ თუცებ ისევ ამის გამო რა ამ თემის გამო და კიდევ აპირებთ რომ ამოვწიოთ და ნუ აი ძველები პრინციპში ახლა ზვიო იქნება მეკითხებია საზვიოე როცა იქნება ვეტყვით ზვიოს თუ იქნება სურვილი დრო იქნება ახლა მადაგასკარის 3 თუ რაღაც რომ გადავწყვიტოთ სიტყვაზე გაკეთება ახლა ზება დელპიერო ზვიო უნდა იყოს და არ ვიცი ჯერ ამილაპარაკია მაგალითად მაგაზე ზვიო უფრო მულტფილმებში შუაზე ზვიოს სტანდარტი უფრო მულტფილმებში იყო არა ფილმებში როგორც ზვიო არა ზვიოს ბევრი ხმები მაგასაც არის ზვიოს ისა აი ხა მაგალითად მუწუკა მამა აფრიკა მამია აი ხო ეხა ეგენი გასწრე მომყავდე დასა მომყრამა თუ იყო ჩემი ხუმბირი აი საკაია ეგეც აი ზვიოს ეგ მახსენდება რა ანუ იმიდან ფილმებიდან ну ზვიოს ნიღაბი ხო მაგრამ აი ისე რომ აიღო როლი მუწუკა იყო ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი მუწუკა და კიდე ვინ არის იცი მაგ ხაროლდი და კუმარში ეს მოსაფსრელას რო გადავა ბუჩქი და ვიღაც კაცი ის მეფე ხარო ეკითხება ეგეც ზვიოა ბატონო ჩემ ყველაზე გაგორდი ფელიქს დესუზას ეგ ტიპი ვინ არის ჭანტურია ფელიქს დესუზა ფელიქს დესუზა ჭანტურია ეგ ჭანტურია ის ვინ არის ეს ხო ვიღაცა მაინტერესებს ჯერ ის გოგო ვინც ყავდა twin სახმოვანებელს ეგ ნანახი არ მყავს აუ ხო ის ვინ არის არა სულ ვინც ყავდათ ხოლმე რა ძირითადად ეგ არის DJ გოგო რადიოს DJ ასხუთის და ასხუთია თუ გახსოვს DJ გოგო ხო მაგრამ ვიზუალურად სადმე გამოჩენდა რა ბიჭო ძალიან მისტიური რადიო ვუმენი იყო ყოველთვის და ნუ გაყვება ძალიან მისტიური პერსონაჟი იყო ყველა აბსოლუტურად ყველაფერში კი ჩვენი ხმა იყო და ყველაფერში გოგო ბათაშორის გოგო მაიც მოემზადე რა არ მიცხა ხა დაუბერიო გასახვევადებელი გექნება რა ხო ნანახი არ ყავს მე როგორ ერთხელ არსა და გოგო ახლა მე მაგინებს რატო ჩემი ასაკიო და 105-ში იყო DJ და რამდენი შეიძლება წარმოიდგინე რა პატარა არ არის აუ ბიჭო ის ვინ არის რო ბარიგობს იმაში რა ქვია დაბოლილებში რო ბარიგობს კაბუ არა კაბუ საოცრებებს შვება ხმით მოიცა ერთი წამი ბარიგო მე ვარ და ისაც ეუბნები ეგ $80 ის ეგ კაბუ არის კი ბიჭო ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ვებს აუ კაბუს თუნდაც არ გულა მე მაგრამ მინდა რა აი გინება ვერ ენახე იმ დღეს უსმენდი იმას რა ჰეროინი თორს ხო და რა კარგი მუსიკა ბიჭოში რა კარგი მოწოდება რა ისე ლამაზად რომ ეხა ხო არიან რეპერები რაღაც ყველას მოუწოდებენ ხოლმე რა ვაფშე ვა ხო და მართლა გეუბნები უსმენდეს ნაგავიეტევა მუჭაში აი ბიჭო რა ხდება გული მერევა რა ხო და მაგის სცენი გვერდება AI ვერსია დადეს და იმას უსმენდი რა ოღონდ დაბსტეპ დრამს რაღაცა დამოტყუნვეშზე იყო ხო და წაიღო რა რაღაცა კომენტარებში დაგვიწეროს ხალხმა კაბუს თუ ისურვებენ და მოვიწევთ აუცილებლად კაბუ თან ერთ ცოტა შეცვლილი არის კაბუ რა დაიღალა კაბუ დაიღალა კაბუ აუ кайხანი არ მინახია და საინტერესო კაცი ყოველთვის იყო აუ ეხა დამოვიზ ლუკა მითხარი რა ვინმე რა პერსონაჟი არის ხო ისეთი ვინც მაინტერესებს ვინ არის რა და არ ვიცოდი ვიღაცებიც არ მახსოვს გლორია იყო მიშა ხოლმე ჩემი გახმოვანებული რაღაცები არ მახსოვს არა ეგ ხო მაგრამ ეს საიდ ქარაქტერები ვინც იყვნენ ხოლმე მოიცა გლორია თუ მიშა ანდღულაძე იყო ეგ ხო თქვენ გახმოვანებული არ არის ჩვენი იყო, მაგრამ მაშინ იყო ეგეთი ის, რომ მას იმ პერიოდში პოპულარული ვინც იყო. ხო და ამ შემთხვევაში, ხო, შაბათის შოუს სასწავლი. როგორ არა, შონზო იყო ალექსის, ალიკა. ხო, ანუ მაგათება ალექსა მალხაზიშვილი იყო ის ჯულიენი, მეფე ჯულიენი. და პირველში იყო ზვიო. ზვიო ორივეში ზებრა. დელპიეროა. დელპიეროა ორივეში. კალა შემილია გითხრა რომ ეს არის
ბევრი პოდკასტი ხო გვაქვს ჩაწერილი, ძალიან ბევრი რა. მახარ ყველას ლაპარაკობს თუ? პირველად ეხლა რა დავაკვირდით ჩემ თავს, რომ ყველაზე მეტჯერ ჩვენი პოდკასტების ისტორიაში გადმოვრთე შენ ოფშიზე რა. ამდენჯერ შენ ოფშიზე არ გადმოვიდა. იმიტომ ძალიან ლამაზი ხარ დღეს, ესე უნდა დაამთავრო. დღეს არაჩვევად გამოიყურები და აი მაგიტო შენი ამდენჯერ არ დამიჭერია შენ. ეს თემა არის ისა კომენტარებში დავიწერეთ, ანუ რატო არის ნაკლები ინტერესი ხალხის მხრიდან ინდიაში? რა ეგ ხო მაგაზე მეტყობს რომ რაღაც აი ეგეთ გახმო ჩვენ ანუ ჩვენ რატო ვართ კინო ზოგადად ნახებს სოფლიო ინდუსტრიაც ეგრე მიდის რომ სახში ყურება Netflix-ი და ასე შემდეგ ჩაძირა კოვიდმა დედა უტირა რა სოფლიოს რა მაგიტო ვიკითხე რა არის კინოში მაინც დადის ხალხი რაღაც ეს ტრადიცია დარჩა მაგრამ აი ხა მე სხვაზე მე დავკარგე ეგ ტრადიცია სიმართლე ბოლოს ვიყავი ფილმზე მაგრამ ბოდიში გავკარგე ეგ ტრადიცია კოვიდის მე კინოში არ ყოფილი ვარ მაგრამ ამ ფილმზე რომ მივედი, განამიტომ ჩვენ გახმოვანებულ ფილმზე მივედი. აი სიტუაცია მომნატრებია, პოპკორნი და სამძარი, ბიჭო, კაი რაღაცა ჩვენ ჰორორებზე ვიყავით რა ბოლო პერიოდებში რაღაცა, იმას უყუროთ ჰორორებს. არა, ნუ ბანძობა იყო, ვიცი. კაია, უფრო გაშინებენ. ვიცინე რა, ძალიან ვიცინე. მაგრამ თან რო დაიწყოს თეთრი ხო დაიწყო ამ სუპერმენზე ვიყავი ბოლოს მე მგონი ანუ ჰორორი სუპერმენ ჯერ ეს 3D ხო საშინელებაა ჩვენი საშინელება ანუ აი კავიას მაგალითად თავისუფლების ფილიალში აი კოშმარია და ნახევარი ეკრანი იყო ავიც მიაცემინა აი გოლიათმა მიაცემინა აი ესე იყო მეთქი ბიჭო ესე რეჟისორის ჩანაფიქრი რომ აი ეს ყვითელი ბუწუწები ესე იწყება და ეკრანს დედა აღარ გახსოვს რაღაცა ფილმი რო იყო საბურავი ბოლაზე რო და პაკლიშკა რო გაძრება და ვიღაც რო ხვდება ყუდებიან და რომელიც 3D ეფექტის ფილმები ხო იყო ბევრია რა Final Destination-ზე ორიდან ჩამოვედი მაშინ 3D ეფექტი რო გენახა 3D-ო და მოხდა თავში ბობალი ფლომასტერით თეთრი მესხვებავდით ხოლმე და რაღაც ვიდეოები რო იყო მეც ვიქნია ესე რაღაც და ჩამოვედი ეს სათვალე მომწეს 4 ნახევარი ღირდა მაშინ აი ეს ლურჯი წითელი გავიკეთ და ბიჭო მაშინ დამეწყო ეს დაბრუსხვევა რა რომ აი ეს წითელი ეს ლურჯი იქ მე გაიშთა ამას რომ მოიხსნი ხვაზე არ ხონდა ერთმანეთში იყო ფერები უყურებდი და აი მაშინ უყურე პირველად 3D-ს და ალბათ თელმა გორმა იცოდა რომ მე 3D-ს უყურე თბილისში რა იცი რაზე მინდოდა წასვლა და ვერ წავედი შპიონი ბავშვების 3 რო გამოვიდა რეკლამა ქონდა ძალიან აი გადმოდიოდა ეს ხო 3D იყო და ეს პერსონაჟი გადმოდიოდა და ხალხს პოპკორნები ეყრებოდა და მეთქი აქ მინდა თუ რაღაც და რატომღაც მაგაზე მოხდი მაგრამ მახსოვს რომ მეორე ნაწილზე მოხდა თქვენი გაკეთებული იყო ეგეც და ბავშვობის მერე მე მგონი ეგეც არ მინახავს არა ეგეც დაკარგულია და ჩვენ ვაფშე პირველი რას რო გავაკეთეთ 105-ით სიმღერას შპიონი ბავშვი ხო ძალიან მარდი მე არ შემიძლია მაგის ყურება პირველად რა ფილმზე იყავი კინოში ეგ მე მგონი ყველას ახსოვს რა ისეთი დასამახსოვრებელი მომენტია პირველად რა ფილმზე ვიყავი მე მახსოვს ყველას პასუხი მაინტერესებს ნუ პაგაძე კინოში რამდენი წლის ხარშიჩი ნუ პაგაძე ვიყავი თრიალეთში გადავიყავი რატო უშვებდნენ არ ვიცი ნუ კაბაძე თრიალეთ იცი გორის ტელევიზია იყო ნუ პაგაძე თავის რა ყველა ძალიან გიყვარს ორი რო გავაკეთეთ მაშინ როგორც თქვი აქ რაღაც ცოტა გაყიდვებს და ერთხა მეთქი რეგიონებში წავიღოთ თქო და ხო გორში ჩავედით მე და შოზე წავიღეთ ეს უსმინე გორიო რეგიონში გორში და წავიღეთ რა ბრურე თუ რა ქვია იმას დისკი რო ვიცი რომ კინოთეატრია გორში და ხალხი დადის მუშაობს ჩავედით და ვიღაცა შეგხვდა ეხა ის უფროსი არ იყო უიო კინო ჩამოიტანეთ თო ჩვენთან გიდათ გაშვება მოდი თო და შევედი ეგრევე დაგხსოვს ლაივში ტელევიზიის შუა დღეზე რაღაც გადაცემა გადიოდა და ვიღაც გოგო იჯდა და კაკარა სტუმარი გაუშვა და ეთყობა არ იცოდა რა უნდა გამოდი ენაშოს შევედი დისკი იცი ჩვენ აი ხალხი აი გორ მაყურებელს მიესალმეთ და ჩვენ ლაივში ვიბაზრეთ პოპკორნი ხომ გახჭობდა ჩემი აი არალეთის სიმინდისგან იყო აფეთქებული მართლა გეუბნები ფეცზე ეგეთი რო ჭამდი გახჭობდა ბიჭო სუის იყო სუშავი ნაწილი იყო მახსოვს მეორე კლასში მე ვიყავი გარფილდზე ვარ ნამყოფი პირველზე მე ვიყავი გლადიატორზე და აი ძალიან დასამახსოვრებელი გლადიატორს შეჩემა ანუ პატარა ბავშვი იმაზე რომ წასულიყავი თავს რო აჭრიან ვიღაცა სისხლები რო ასხამს აი ქვეყანა ვარ ჩვენ რო აჭიკოში კინოთეატრ გაზაფხულში ფანტომასი ვნახე პირველად კინოში მაშინ აი რაც გაზაფხულში ეხა გეტყვი გარფილდი რომელი წლისაა და ფანტომასი რომელი წელია
ფანტომას 60-იანი წლების არის, მაგხელაც არა ვარ, მაგრამ გაზაფხულში გადიოდა ხოლმე, კინოგაზაფხული იყო, საბურთალოს ბაზარიც აღარ არის, როგორ აგიხსნათ სოდიკოს. თანამედროვე თაობას. შარტავაზე მერიასო გაცდები, მანდ იყო კინოთეატრი გაზაფხული და რაღაცანაირი კინოთეატრი იყო. ორ ფილმს უშვებდნენ სეანსზე, ანუ 3-ზე, 6-ზე და 9-ზე იყო ხოლმე. და ღირდა მანეთი. იმიტომ რომ 50 კაბი ღირდა სხვა კინოებში, იმიტომ რომ ერთი კინო გადიოდა და ამას ძალიან კაი ვერანდა ქონდა, იქ ნაყინი იყიდებოდა, რაღაც ავტომატის სათამაშოები იყო, მარსკოი ბოი და რაღაცეები. და იყო ხოლმე აი კარგი ფილმები, ანუ რაც ეხლა გამოვიდა საბჭოთა კავშირის ქსელებში ეგ კი არა. აი ფანტომასი, ძველი ზორო ალენდელონის, კინგ-კონგი ძველი. ეგეთ ფილმებში იცავდნენ. საბჭოთა კავშირია ჯერ, ხო? კი, საბჭოთა კავშირია, გაგამია 70-იან წლებს გეუბნები. და უცხოურ ფილმებს ეგრე მარტივად უშვებდნენ? არა, იმას რაც ნაყიდი ქონდა საბჭოთა კავშირის, ეხლა ფანტომასი ოფიციალურად ნაყიდი ქონდა, დაჩეხილი ხოშიადად კიდე იქ რაღაცები რაც არ მოწოდათ, მაგრამ ანუ ეს კინოთეატრებსო მოილებდა, ეს სადღაც ხო ინახებოდა და კინოგაზაფხულს რატო ქონდა ეს доступиრო, მე ეს გაეშვა თავისთან, არ ვიცი. მაგრამ აი მაგარ ფილმებს ვახულობდით გაზაფხულში. წლებით რომ ნახე, ხა არ მახსოვს მართლა, ბიჭო, რუსულად რო იყო ბევრი ფილმი და სადღაც 2004 არის გაფილმდი ხოლმე, ხო? მულტფილმი მე მგონი ქართულად გახმოვანე პირველად, მე მგონი ეგ იყო და Lord of the Rings-ზე ვარ ნამყოფი, ეგ მახსოვს. Lord of the Rings მეორე და მესამეზე ვარ ნაყოფი, რუსულად იყო პროსტა. და არ დავდიოდი რა, რუსულად ეხა არ მესმოდა და რავი. ნახვი, ხო? ძალიან ხშირად რუსულად გადი, იმიტომ რომ რუსეთის ბაზრიდან ყიდულობდა ესე, იმიტომ რომ პირდაპირ ვარიანტი არ იყო, ვერ ამოიღებდნენ იმპულს ვერასოდეს აქ და. რუსულად ძალიან დიდი ხანი გადიოდა ფილმებიდან. დღეს დაგვირეკეს სპონსორობაზე მე და מחარას კაი ფულს გვთავაზობდნენ და რაღაც რო ვისაუბრებოდი, ჩავეკითხე და მითხრა რომ რუსული კომპანია ვართო და მეთქი Это на тармаж, это компьютер, брат, აუთხარი, მე აი ზუსტად ეგ უნდა უთხრა მე არ მითხრეს, ჩვენთან ვერად. დაურეკე მეთქი, მე ზარებ დალაბარაკე. მე არ მითხრეს რუსული კომპანია, ამას უთხრეს ჩუმად, რომ აი ჩაილოპარაკე. და ამან მითხრა მე ხმამაღლა ეგ ლაივში მაგ დროს, რომ მაგა რუსული კომპანია ის გაიწურეთ. მე აი რუსეთიც რა ეხა ხო? რამდენი სიხდია გააჩნია ხო מחარ? აი 5000 სიხდით მე პატარეკო. ნიკასთან მაგ შეკითხვა რა. სიხდით თორე რუსეთმაც რა ქნას ეხლა ხალხო აბა. აი, ცოდო არა. ხელა ქვეყანა შენახვა ხო. მაინც იმ დედა ალივკაეს ვასხავ კარტოფილს. სხვა არ იყიდება. მე მივაგენი აზერბაიჯანულზეც ვოლტ მარკეტში. რა ქვია არ მახსოვს, მაგრამ ქართული სტრიქოზონა აზერბაიჯანული ან კახურზეც ყიდული ქართველებმა ისწავლეთ წარმოება და ბაზარი არ არის ძმაო. შეამოწმე ქართული, აი ხარ დავასახელებ ქართული კიტრი და პამიდორი ლამაზად შეფუთული მწვანეში რო იყიდება. ერთ-ერთ კომპანიასთან ხომ რაღაც ურთიერთობა და იმათმა მითხეს რომ ზამთარშიო რაც ის გარდისო წამალი და სამწიფებელი, მაი რაოდენობა არც ერთ პერიოდში არ გადა. ანუ ზედასხავენ. აი ღამ დილით გვაქვს პამიდორი საშოვნელი, ხო დავაი ნახო, გაუჩხილე. გიჟივით ამწიფებენ, ახარ, აქ აუდიტორია მანქანის ისტორიას ითხოვს რა, მაგას ელოდება. რო ეგიყვება მანქანა. ხო, რაღაცა დაიწყე. გასარეცხად მიმიყვანე აქ გლდაში. ჩავაბარე იმ კაცს, ჯერ რა ღირს მეთქი? უარა. შენ მანქანა ეს F50? აროჩი 50 ლარიო. მეთქი, ძალიან კაი. ზილი ყავს? ძალიან დაახლოებით. 40 ლარიო, მეთქი 50 გაზ ოღონდ კარგა ქენით ხო რა. ვაუ. ბიჭო, მივედი მეერთი, გავხედე ჭუჭკანის მეთქი, მოვედი ერთ საათში თქვა. ჟერაში დავწმინდადი, მეტი რა გავაკეთო. კაი მეკწავს, რო გავდოდი ვიღაც კაცი და დუშეთში ხო არ დადიხარ რა მაგაიტა. ხო, შენ რა ходი გამწერების რაოდენობას ხო იყავი ცხوارში და ცუდი 0-20 ნომერი რა, მეორე მანქანა როა 2. ხო და ცუდი მანქანა. არა მეთქი, რამიდა მეთქი დუშეთში. აბა ცხრისუნიო რატო დგაო? ბიჭო, მეორე სადა რა გინდა ძია. არა, სალონში კი არ მეუბნება თან ცხრისუნიო. უკან პიკაპში, უკან პიკაპ. ეგ ხო ტატომ ყავდა წაყვანილი. ანუ ეგ არ არის მეთქი ცუ. აგარა ყარს ცხრისუნათავ და თან ნომერიო გუდაო რატო გაქო? გუდა გაქვს ნომერი? ალბანია გუდის ყოლის ბიზნესი რა მე. ბიჭო, მეუბნები რა გინდა ძმო, გახმარები. მანქანა გასაწად მოგა. რაზე მიშლით ბიჭო, ნერვს, რა ცხარი, რა გუდა, სად დავდივარ, რა გინდა ბიჭო. ვიღაცა ყوار შეინახა შენ პიკაპში გუდის ყოლი ღამე და დიდი წაიღო. ეს განა წავიდა. ეს გადაყუდებული და ბიჭო, არ დავდივარ, მეორე ცხრის არ დამაქ, ეს ცხარი გამანები ძმაო, რა თავი. წამოდი შემეშვი, თორე შარი რა ჩემიდრო. ანუ ის გოჩს რო აზდევინებ იმერეთში თუ რაღაცა. დრუპი მოგიყვენ რა. აქ ყალეხურცი გაიშთა თბილისში რა, ძალიან ყალეხურცი სუპერ. და ხორცს ან ცხვრებსაც აზდევინებ თუ არა? ეს რუსული ყოლის ხორცი შეიძლება. გაიჩიტა იქ იმერეთში.
ახლობელი. მეო მაინც ავზრდიო. მაინც საჭმლის ფული მომეციო. შეესაც გავზდი. შავი ღორია. პრემიქსის ფულიო? არა. აბა წაბლისვიო. არა, ქატო რა. იმიტომ რომ ნახე ქონი ჭლე, მე რაღაცა პერიოდი სიმინს ვაჭრი, მე ქატო უნდა შეტენო, რომ მე ისე რომ ეს ხორცის ფენა ისახავს რა. შავი ღორი გააძრო, ეხა არც მახსოვდა ეგ რა. არ მახსოვდა. ეხა გავაცე ეს ღორი, კაი დედა მკვლად დიდია ბოდიში ვეგეტარიანებთან მართლა, მაგრამ გამზდელი უნდა მოუწ. დასაფლავება არის 20 დეკემბერს რა. დასაფლავება ანუ ეს ზილობე ნიშნავს ელენთა უნდა დააგდოს ნაკვერჭყალზე. ის არის რა. ეხა გაყიზდება ღორი, ახალ ეს ხორცი არის. თან მე როგორ ვიყავი? ადრე ჩემ ბავშვობაში ვინახავდით ხოლმე მარილში, აი დიდი ჯარის იარაღის ისინი იყო ხოლმე, მწვანე ყუთები ხისა. იქ მარილში და ეხა რაღაცა გეუბნ ყინავენ და რეებს აკეთებენ ბიჭო. ხო და აიგრევა რა, ანუ და ეს ღორი საახალწლოდ გინდა რომ გემრიელად ჭამო? დედას კი არ მოუწ ვიშე მიშლის. ხო და ღორი რად გინდა, ანუ ძალიან ვიღაცის რო გეთქვა რომ აი კაი ხორცს გამიგზავნა არ გერჩივნა რომ და გამოგიდეს ხეობებს აგზავნიან და ყარს პრემის შარდის უნიაზის და მახარა აკეთებს ახლა ექსპერიმენტს რა. ეგ ეს ცუდი იყო. ყველაფერს ეძახის ღორის ხორცს რომ პრემიქსის სუნით ყარს და ახლა თვითონ ზრდის ხორცს რომ ღორს. რომ აბა ამას ხო არ ეკნება. კუბატში წავა ნაწილი ლორი, ნაწილი ეგრევე ჯერმა დასაფლავებაზეა ხომ 1-20 კილო იჭმე მაჩ. კი, კაცო, გააჩნია სადაკლა. ხო და ეხა ამან რა მითხეს, ჯერ შენი დავკლათო და ეყლეზე მყიდიას ხო, ჯერ შენი დავკლათ. იქ გასაძოვი მეზობლები გაიჭმეო, ჩემსაც წამოვიღებ, ჩამოვკიდებ ბანკაში სისხლს. ხო, თან ეგება არ მარგა, იმის ხომ უნდა გასინჯო კაცო. ბიჭო. რა? საიდან ახერხებ აი ამდენი საქმის მე აღფრთოვანებული ვარ შენით. ანუ იქ ჩემ მანქანა, იქ ლუკას ეუნებოდა ახლა, ჩამოვიყვანოთ, ანუ ეგრევე. უსრულებდა. ჯერ ჩემ ფიუჟენს ყიდი და 4000-ად უკვე, ანუ $500 უგებდა. შენი მანქანა სად გადარჩა, ეგეც ვახსენოთ. ეგ რამდენი შოუს ელემენტები იყო, არ ვიცი, მაგრამ არა. არა ისინი ჩუმად აღგვარებენ მაგ ამბავს. კაი ხო. მაგას არ არც უნდა ეგ. მაგრამ მაგარი მანქანა არა, ისიჩი, რო დავждები და გავაჭრე. დაძდები ჯერ ააცადე ჯერ ჩამოვიდე. როდის მექნება უკაცრავად? აუტოიდიმო ჯერ არ უყიდია ბიჭო და ანუ ეხა იმ პიკაპით ჩამოიტანს იმ დაკოლ ღორს და მე გასარიცხად მივიღალ და ღორის სუნი გასწორებული. კი გარსგავ პიკაპს შევაგდებ თან. და ღორის სუნი იქნება მე იქ. ბოდიში. ბიჭო ცხვრის სუნი ჩიგარო. ჩიგარო ისა. მე ისავა რა, ორი კვირში და ჩაგირიცხეთ. გავიგე, მაგრამ მაინტერესებს როდის ახალი წლის მერე იქნება. ახალი წლის მერე, ხო, ანუ იქამდე არ ველოდო. არ ელოდო, იმიტომ რომ ახალი წელი დაგიანდება. ვეცდები მე ყველანაირად ძმაურო ჩამოვიყვა, მაგრამ აი შენ ესეთი გული სუპრეს მიკეთებ რაღაცას. გაჭერდი ბიჭო. ალეს დაიკი ახალი წლის მანქანით არ ელოდო შეჩევა. არა, არ ველოდო. აქვე დავძერო ყიდი Class4 Fusions რაღაც პრობლემა მოხდა $4300 რა, 4 სუნით. ცხვრის სუნი. ცხვრის სუნი ჩემსაც არა. რაუნდო და კიდე ნერვი მეშლება. ცხვრის მე რა ვიცი, თან ბიჭო, აი ზედაპირულად ვიყურებ და არ არის ხო ხსე? აი თითქოს ვატყუებ ძო. მანქანა კი ყავს. აუ ბიჭო რა. ცხვრის სუნი უნდა ქონოდა შენ მანქანაზე. ხალხი დავააპდეითოთ წინაზე ექიმი რო ყავდა სტუმრად, მახარა იყო მისული სხვათა შორის ექიმთან აი საერთოდ გააჩვიო, ანუ იმაზე ახალგაზრდა გული აუ ეხა მე მოვყვები სადაც გული არა ბერდებაო? ჩემი ეხა მე მოვყვები სადაც მე არ დამწყოთ ექიმის პატივი ეცე. ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიყავი. არ დავძენ სად ვიყავი. მივედი ერთმანეთს გადახედეს ეხა არა ყოსო გულისაო. თან პანიკური შეტევა გული ცოტა აქვეთკი რა, ხვდებით ხო? აი ეგრე მივედი. ესე გადახედის, ოპა. $dollarები ამომივიდა თავზე. აქ არა ყოსო, უკან მიბრძანდითო ბიჭო. უკან აი სამავდყოფოში უკან მიბრძანდ. პანიკური შეტევიზოს უკან სანამ მიბრძანდე. გავედი ხოხვით, ჩავედი ჯუღმონში, მივედი და ზის გულის ექიმი. ესე ვიწრო ტელეფონია და ქალიზის რა და ქალბატონიზის და ვერ გამიგე ხა. მეთქი აი გულზე ეხა მე ექიმს ვეტყვიო. ეს ეკნა. გამოვიდა ესე უკან ხო იცი 40 ლარი იქნება ამისი გადასახდელი. ბიჭო, ევრე ცუდათაა, რამე ტრაქში ნევს გამიკეთე დროზე. ანუ 40 ლარი სად არის რამე? რა არ იყო ეს ექიმი? ნემსი. აი, მეთქი 40 ლარი, აი თან ის ნიშნის მოგივით. ვეტერინართან იყო ის. ეფეს გაკეთე. ევრე გამიკეთე, რამე ნევს გამიკეთე. ეგრე სროდი ყავი მართლა? ხო. გული მიჭეს თან, აუ ენძრა. იმას შეგიერთებო. ეს შეგიერთებ ვიცი რა 40 ლარი შეერთება? ოიმე რა სამბობ, ბევრად მეტი. არა, 40 ლარაში გითხრეს. ახო მეტრი კი არა, რა ქვია იმას რო აჩვენებს. რენტგენი. არა, რენტგენი. კი, რენტგენი რა ქვია. აი, რა მოდის, ყველას რო უგდია ჯიბე. კარდიოგრამა. კარდიოგრამაზე.
აი შეიძლება 40 ლარი. ექიმის კონსულტაცია ვისაც 55 ლარი იქნება სულ. 5 ლარი კონსულტაციის. გამიკეთეთ, ანუ მომეთყნა პატრონი, ანუ აღარ მინდა. წავდანით, თუ ეხლა ექიმს აღარ მოვიდა, ესა წამიყვანა. ბიჭო, შევყევარ, აი როგორ მოყვე, ტიპსა და გადმოგდებული, შლანგი აქვს ჩადებული, შარდენია გადმოგდებული, იქით ვიღაცა ქალბატონი წევს, ცუდად არის, აქეთ ვიღაცა გვერდიგვერდვალნა. ღნერი აქვს, აი ეს, აი ბიჭო ესე უჭირავს ღნერი აქ რას აქ. ბიჭო, ანუ ეგეთი პაციენტები წვანან, რომ აი ეს კაცი რომ დავინახეს აბსოლუტურად მეც მან წაგიყვან. აი აბსოლუტურად შევდაგინახავდი, მეც მან შეგიყვან. შლანგია გაყრილი, შარდი წვეთავს, ეს ხალი უნდა მიიწიე დავაწინო. და შეიძლება. მეორე ქალბატონს სანდა დავწევ, კაცი წვეთავს, ჩემი ანუ სადმო მიიწიეს, მოწიეს ეს მომაკვდავი პაციენტები და მე უარესი მომაკვდავი დავწეკით, არ მინდა რომ შევეხვაქა შარდებსა და რაღაცეებს. სად იყო ეს კაცი ბიჭო? არ ვიცი. მაგას მე გეტყვი. და ამოწიეს, აი მეთქი ვერ არ გინდა თავი და ეხა ბიჭო ყველა თავი მოიტანა რაღაც ეს გადაკიდებული 40 წვერი აქ ამ იმას რენდეს უნდა დაგადა. ო. ბიჭო ეს დაიწყო ეს გაიხადე გავიხადე რა. ეს ხო გააკეთა. ო და ჩამოვარდა რა. ძალიან მოეშა. ეს ღრენელი კაცი სიცევს. ისე გიგვიქ. რა ამას არ უყო ეხა ამას რო დაორთქლა დამაკრა ჩავოდა. აი რა უნდა ხა. აი. ოღონდ ამას უჭირავს 20 წელი შესაძლოა 20-ზე უნდა გალოკო ჩემი და აა დორბლის სუნი ამდიოდა რომ გამოვედი ბოზიში. ცხრის. ანუ თურმე ეს არის რომ კონტაქტი ქონდეს, ანუ განა ვაკუუმის წაკეთებდა. ამას სპირტს უსვამენ, რომ სპირტიც უნდა დაგაკროს. ხო, სპირტი არ არის. ახლა წარმოვიდგე ხა ეს ყველას თუ გადაღებული ქონდა ახლა. როგორ დამაკრა და ფეხებზე ეს არა გაუსვა შპილკები დამაკრა ხეს და მე ვარ ძალიან დაძაბული და მოიშვიო. სხვა რამეს მაჩვენებს ვაკო, აი ბიჭო რომ კაი მოვეშვი. ეს ხო ჩამოვარდება, კიდე დააკროთ, ის მიდის იქა რა. მოხია ბოლოს, აი მე იმაზე ხო არ თვითონ კანზე ხო არ აგისვა და ესე ხო არ შევედი ექიმთან. კაცო მანახე ეს ჩამოშალა. აუ, ნორმალური მდგომარეობა აქვს ხო. მე დაგიწერე რაღაც წამს, დამამშვიდებლებს დაგიწერე ამითიო. მაგრამ ხო ბიჭო გულთანო აუ ბიჭო ეუბნე რომ პანიკური შეტევა თან მანამდე უთხრა რომ ბიჭო პანიკური შეტევა იმიტომ მოვედი მეთქო დამშვიდდე თქო რა რა აი არაფერი არ ამჭირს ხო ხდება მაინც გონებას არა კიო გიორგი ხა ის არის მაგრამ საქმელიო რაღაცა სისხლის მოძრაობა აუ ჩემ გამარტყა თავში უარესად გადავწექი ჩემ წნევა მამიწია უკვე შენ წნერიც გიჭირავს შენს უკვე და იმან ეცამ დამიჭირა უთხრა ეს ამათი შარდის ბუშტები მიჭირავს ეგ მეუბნე არა მეთქი და არა ვარ სარქვეზე სასწრაფოდ წადიო და სადმე გაესინჯეო. ექიმთან გასინჯული ახლა მოვედი წადი სასწრაფოდ გაესინჯეო მეუბნე მე რას მიყურებო. ეხლა მე დაგიწერო სამწავასო. აი ისინი არ არის რეცეპტიანები გას შემიძლია, მაგრამ გიშვებისო რა. რაღაც წავდი, აი 3 დღე საჭესა ვიჯექი. აი თითქოს გამოსული ვიყავი და მე შაფერ გვერდზე უყურებდი ამ ყველაფერს, აი აი არაფერს რეაგირება გამოსო მე მივედი სამი დღე წამრების სვიანო ზევით ლაშამკი მომწერა მე თქვიო რეკლამაშიო დამავიწყდა ის მედია თავი დამოწერს შემდეგში ვიტყვი იქ რაღაც გერმანული აპარატი ქონდა და აიმენა ალოკ არ ჭირდებოდა ისე თავს მიადებ იმათ მოუყევი მეთქი გალოკილი ვარ მეთქი ბოდიში თქვი მოდი ვარ მეთქი იმან დაწერა რომ არა დაჟე სარქველი მაჩვენეს როგორ მოძრაობდა რა რენტგენზე ზუსტად ის ზუსტად კი გავხდა და მან ვიყავი თვალებზე კიდე რა ბოზიშვილი ყო თვალებზე მე ამ დავით ოპერაცია ეკეთა მეთქი მეც ვერ ავხედავ მეთქი უნდა მივიდეს ხო მივედი და შეჩემა რამე შვები ნორმალურაა მომე არაფერი თან არაფერი არ ამჭირს ხოლმე ესე ჩაყოფილი აქვს თვალები შეჩემა ამ ქალს შემოდი შვილო აუ მეთქი რაღაცა უკვე მზად დამხვდეო და ჩაიხედე გავასწორო სიძახის გადა აკა ჩავიხედე, გაიგე, რაღაცა ისე შარდის ბუშტიკა ისა ჩანს. საჰაერო ბუშტი ჩანს რა. შარდის. და იმას გასწორებ. არა დაინახო. სადა ისა. აბაშვილო, კარგია ესე და ბლაშია ვეუბნები. ცუდია. ვიჯო. რა ცუდია ვეუბნე, ანუ წეღა რო გააკეთე, კაი იყო რა. არა, შვილო, ეს თუ ამოიღე, ეს აქ ბრმა ცალთვალით რა. ბოსიშვილი. ეს თვალი, ეს უკანა სუ თეთრი და ბრმა არის ჩემი დედა და გადაინაცვლა აბასაითა ღიაო ხა ვეუბნები
ჩემი დედა მეთქვა რა ღია ბოზიშვილი თვითონ ისტორებდა შეჩემ აი ესე ხო შეიძლება გააკეთო ბრმარუცა ეს გაკეთებდა ორივე და ძალიან ისე ჩახედნი სუეს რა იხედა ეს თვალი უკაქვე სუთეთრი ქონდა შეჩემ ვაიმე და ეხლა წაბლიმას დაგინიშნაო წვეთებსო და გაგივლისო ვინც ეგ დაგივის დედა რანაირად წვეთალიო მეც მაგას ვიყენებო და გამიარა ბრმის გამოწერილი წამალი რა კარგად ვარო თვალზე ბიჭო გეორე კიდე მაგ სამთხოში არ ვეშვები სანამ პატრონს არ მომი დამაგდე მე ყურვით მანამდე მანდ მე ზღდერიანი კაცი მაინტერესებს ყველაზე მე და ეს რატო ეჭირა არა ეჭირას არ უთქე ქონდა ზღდერი ქონდაო და ანუ სად ქონდა პარკით იყო ჰა კაცი იყო კატეთერი კაც კუტუში ის ქონდა შლანგი და ქალს ზღენი ქონდა ხალი იყო ნახევრად ჭიშველი რაღაცებს უკეთებდა ერთ იყო ანუ იმენა ჩაჯმულ ტაშტიედო რა ვაიმე ეურე და ეს კაცი გადმოგდებული ეურე მიიწეო მე აბასოლი სად დავწებეთ კი ბიჭო ახლა რა ევროპიდან გეიშემო გეი არის ეს ენას გისოდა შეჩება თან არის ენას იმისთვის შეიძლება ეგრეა კატეტერი დარწმუნებული ვარო ისინი ყოფილა რომ ეს მოვიდა მოეთრაო შენზე ანუ აი მაგ სიტუაციაში შენ დაგცინოდნენ ეგ მოვიდა ვიღაცა დაბანილი ცხვრის სუნი ქონდა რომ შემოვიდა ფუ აი თუ ეგეთი ხობა სუმე მემასე ლაბორატორია იყო რამე სუპერგმირებს ხო არ ქმნიდნენ მაგრამ რაღაცა ვერ წარმოვიდნენ გაკინული კაცები ის არის იყო გასალღობი აპარატი ეს ხნერებს ისვრის და ამით აშინებს მტერს ოთაკედან აი სუმ იმდა ხომ რომ მაგდროს კამერამ ერთი კამერამ ის თვალ ლაზერებს ხო არ ისვროდა საერთოდ აი გეხვეწე აჩიკო მე გეუბნებით შემდეგ აი და ზუმერს მივმართავ რომ შემდეგ დაბადების დღეზე ან ბეცონს მივმართავ ზუმერს ის სათვალე მიყიდეთ რომ იღებს თან რა და მე პირობას ვდებ რომ ეგ მაგ სიტუაციებს ყოველთვის აღუბეჭდავ რა შეიძლება რომ დამემართოს რა კოვიდის დროს მე სამწყფოში რომ მოვხვდი ორი კვირა ხო ვიწექი რა და რომ შევედი ასაკოვანი კაცი იწვა ერთი რა ახლავთ 90 წლის და აი ეგ გოდა იყო და თან ვიფიქრე რომ ეხა მე უცებ გავალ კაცო არაფერი არ მჭირს ეხა ქართულება არ მექნება და ჩემზე ადრე გავიდა ყველა მათ შორის 90 წლის კაცის მაგრამ რომ დავწექი პირველ წევარ ეხა და ამ კაცმა ამოიღო არაჟნის სკილა და მეთქი ბაბუს მომშივდა მეთქი და რო გააქანა და მომსპარო დაიწყო იმ არაჟნის სკილაში მეთქი აღარ მინდა ბიჭო ხანდა ტირილი კიდევ არ გავიცი დიდხანს რო საავადმყოფოში ეგ უტრუხდებათ რა და ხო გეუბნე ეს კაცი იდო და ამან გადაუწიეს უჭყვერი მიწია და აი დამძანდი და სად დავძანდი როგორი სიტფოთი გავხედეთ რომ მეთქი არაჟანი უნდა მიირთვას ალბათ და მოშივდა თქო და კოვიდიო და გააქანა ბიჭო მე ვიყავი ძალიან შატუნტრა შიგნით მეთქი თქვენ გეშინიათ შიშტები ხარ დაწად და ჩემებმა წამასწრეს ქვის პურს ვერცხავდი ქაფში რა რაღაც ეტაპზე რომ ეს ძალიან შემოუტია ბოდი ცოტა ხანი ლუკაში ჩამონაცვლებს უნდა გავიდე მე მაგრამ ლუკა იქნება ცოტა ხანი თუ მიდიხარ სად ვიდი უპასუხს გეუბნება ეს არის აი მეგობრებო ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა გადაცემის პროდიუსერი ეს დაგირეკავდა თასეც ეს დაგირეკავდა აი ეს იქნებოდა რამდენი ხანია რას წეს საათი და 20 აჩიკო და გუნდიშა მიდიან ორ გოგოს ეთამაშონ პადელი სხვათა შორის და ამათ ტირილს ვნახავ მე შემდეგ გადაცემაში აჩიკო ადგა და გადაცემიდან გავიდა აჩიკო ეხა ხო უყურებს სიგელი ჩასვი კიდე მაჩვენა რა აი დედასთან ერთად ფოტო სიგელი აი დედა ჩემი როგორც მიყევდა ხოლმე რამეს რომ მივახწევდი აი ფეხი თუ გადამიბრუნდებოდა მაგასაც მიღწევას ეძახდნენ სურათს რომ მიყევდა აი ესე დგას ისევ სიგელით და თასით ხელში შეჭება ხეა კაცია დაიწყო ჩოგბურთის თამაშს. პადელის ეხა პადელზე არის. გეი ჩოგბურთი პადელი. პადელის ბუმი არის ციბაში, თბილისში რა. ძალიან აქტიურად თამაშობს. პადელი ჩოგბურთი რა არის ანუ აი ეს მოკლე ჩოგბურთია. მოკლე მანძი ანუ უკან კედელია კიდე. სასაცილო ვერსია რა. ხო, მივხვდი. ჩოგბურთისაც არ შეუძლია, მოდი მოვიფიქროთ რაღაცა სუშუალო. ჩოგბურთი მე რო არ შემეძლო პინგ-პონგს თამაშობდი რა. ო აი პინგ-პონგი არ არის და არ ჩოგბურთი არის, მაგათ შორისაა რა. ჩემი საყვარელი სპორტია პინგ-პონგი. კი, შეგეთყო შენ ძალიან მოიგე შენივე. ძალიან გემრიელი არის რა. კი. აი. კაი, ჩვენ შეგვიძლია
ნელა ბოლოს კი ერთ-ერთი მაყურებელი ვინც ყავდა, არა ერთ-ერთი არ ყავდა, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი იმანაც კი დაგტოვა და მაყურებელიც აღარ შევაწყინოთ, საკმაოდ საინტერესო. მე დავბრუნდი ბავშვობაში ისევ და ეგ მიხარია ხო. ხო, ვინც ცოტა გვიან შემოგვიერთდა და მაშინ შევახსენოთ იმას. აუცილებლად. ბილეთები ჯიზე, აი ამ ლინკზე. დაბლათეთ ხოლმე თუ მაგლა როგორ ვანიშნო. სადაც ანისტეტიკა მოანაცვლებს. გრუპის ძველი ვაიბებით გახმოვანებული ახალი ფილმი, სადაც მეც ვარ ყავა არ არის, იმიტომ რომ დაბალი ყופია. ძალიან სამწუხარო. ერთ-ერთი მინუსი მე ვიტყოდი. ბილეთები ჯიზე, კაი, ლინკის გარეშე ძებნას ვის დაიწყეთ, მილიონი ჩაწერეთ და ეგრევე ამოაგდეს ფილმს მილიონი გზა როგორ მოკვდე დასავლეთში და ველურ დასავლეთში. გამახსენდა ერთი რაღაც თქო კითხო კიდე. ხო, დავამთავრო 28-29 ნოემბერს სეანსები და 6-7 დეკემბერს და მე ვნახოთ. რატატუიში, რატატუი. ასევე თქვენი გახმოვანებულია. ლინგვინის ახმოვანებს დოლჩე ზუსტად მახსოვს და გოგი ჩაახმოვანებდა თვითონ იმას ვირთხას. მან რო შეფი არის. აი მაგას ვინ ახმოვანებს ეგ არ ვიცი. აი მან არის შეფი რა. შონზო არ არის? არა, არ შონზო არ არის, თქვენიანი არ არის ვიღაცა ეგ. ანუ ნახლა არ მახსოვს. ვინმეს თუ გახსოვთ კომენტარებში დაგვიწერეთ. მეგობრებო, ვეძებ, ანუ ეგეთი ეხა გამახსენა აუმიტივტივდა ეგრე რომ მაგას ვინ ახმოვანებს ეგ ადამიანი არ ვიცი. აღლათ არ მახსოვს. დღეს გავიგე რომ კაბუ ახმოვანებს თურმე იმას. 80 თუმცა 28-29 ხო? ბიჭო? მინარი შენი ბიჭო. 28-29 დროპი. 28-29 ნოემბერი და 6-7 დეკემბერი. 6 დეკემბერი. ბილეთები ჯიზე წერთ მილიონს და ლინკს პირდაპირ მე ჩავაგდებ, თუ ჩვენ იმაზე გადაგიყვანოთ. წარმატებ, მე ძალიან გამიხარდება. ხმაროთ, კაი, კაც პატარა. აუცილებლად. მოხმარდება ქველმოქმედებას, რომელთაც იდეაში ამ გაყიდული თანხებით პოპკორნიდან დაწყებული. და დამიჯერეთ ასე სიცილ ხალხარით ქველმოქმედება ჯერ გაკეთებული არ გექნებათ. მე მინდა რომ ეგ სფერო განვითარდეს, უფრო მეტი გაიყიდოს, იმიტომ რომ ესენი მიხსოვნა რომ მუშაობს და უფრო მეტი გააკეთონ, იმიტომ რომ ეგ არის ქართული მე თუ გავიბუტეთ მერე ოფსიო. ეგრე იყვნენ გამუტულები რამდენი? 15 წელია. ხო და ძლივ შემოვირიგეთ. და ადამიანები არიან მაგ პერიოდში ხო გამაზეს უკვე გახმოვანება აღარ იყო და ძველები რო იდება ხოლმე TikTok-ზე. ვიღაცები წერენ რომ ეს რა ფილმია, სად ვნახო და მაგრად მშურს ხოლმე რომ ნანახი არა. აბა ბიჭოჩი. აუ ძალიან დიდი სიამოვნება. ვისაც მე დარწმუნებული ვარ ამ პოდკასტს უყურებს კიდე ბევრი ადამიანი, ვისაც ეს გახმოვანებები ნანახი არა აქვს და არის სასწაული ადაპტაცია არა თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგი დაჭერილი პერსონაჟები და სასაცილო ხმა, ასევე ადაპტაცია სცენარის და შეცვლილი და სცენარულად არის ძალიან კარგად გადაკეთებული და მოქართულებული. მოქართულებული და ნახეთ აუცილებლად ჩვენი რეკომენდაცია ძველებიც და ახლებში წარმატება რა. ძალიან მადლობა დროის სტუმრისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დაჩები რა. დაგემშვიდობებით. ჩვენი გამაჯანსაღებელი გადაცემა კი გემშვიდობათ ზუსტად ერთი კვირით ხუთშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. გამოიწერეთ არხი და დაგვავალეთ. ცელუისე. და დეკემბრის ბოლოს ღორზე ვქეიფობთ. შავ ღორზე. ეგრე გამოვიდა. მე ჩამიჯდნენ წილში.